გამარჯობა, მე ლალიკო ვარ თბილისი მედიკიდან. დღევანდელი ჩვენი ვიდეო სერიის სტუმარია კლინიკა ახალი მზერას ვიტრეორეტინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბადურის სპეციალისტი შალვა სხირტლაძე. მადლობა მობრძანებისთვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ბადურასთან დაკავშირებულ დაავადებებზე და მოდი დავიწყოთ ძირითადად რა არის გავრცელებული, იმაზე რომ გითხრა 1-2 სიტყვით. ანუ მომართვიანობა რაზე არის და შემდეგ უშუალოდ ვისაუბროთ თქვათ სიმპტომებზე და სხვა დეტალებზე. პირველ რიგში დიდი მადლობა დაბადიშებისთვის მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თბილისის მედიკის გადაცემაში მონაწილეობის მიღება. რაც შეეხება ბადურის დაავადებებს, ანუ ძირითადი დაავადებები, რაზეც პაციენტები მოგმართავენ კლინიკა ახალ მზერას ბადურის განყოფილებას, ანუ ჩამოვთვალოთ, ეს არის ყველაზე ხშირ შემთხვევაში არის ისევ და ისევ დიაბეტი და დიაბეტისგან გამოწვეული თვალის დაზიანება, რომელსაც ქვია დიაბეტური რეტინოპათია. მეორე ადგილზე იქნება ალბათ სავარაუდოდ ბადურის ცენტრალური ვენის და მისიტოტის თრომბოზები. ალბათ შემდეგი იქნება მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია, რომელიც არის თვალში არსებული ცენტრალური ზონის, რითიც ადამიანის ცენტრით ხედავს. ამის ესე ვთქვათ, ასაკში უკვე დაახლოებით ესე 50 წლის ზევით პაციენტებში ხდება ცენტრალური ზონის დაზიანება და პაციენტებს ეკარგება ცენტრალური მხედველობა. ამ დაავადებას ქვია ბადურის ასაკობრივი დეგენერაცია. შემდეგი დაავადება, რაც ხშირად ხდება, არის ახლომხედველობა და ახლომხედველობით განპირობებული ესე ვთქვათ ბადურის დაავადებები, რომელიც არის ვთქვათ ახლომხედველებში ბადურის გათხელებები, ბადურაზე არსებული ნახევები, ბადურაზე არსებული ხვრელები და ესე ვთქვათ ასევე ახლომხედველობით გამოწვეული ბადურის ცენტრალური ზონის დეგენერაცია, რომელიც არის ესე ვთქვათ ახალი სიზარღვები იზრდება პირდაპირ ცენტრში და ვისაც მაღალი ახლომხედველობა განსაკუთრებით არის მაღალი ნიშნავს, ანუ არსებობს დაბალი ხარისხის ახლომხედველობა, რომელიც არის 0-3 დიოპტრიამდე, მე არის საშუალო 3-დან 6-მდე და 6 დიოპტრიის ზევით არის უკვე მაღალი ახლომხედველობა. ვისაც აქვს ეს მაღალი ხარისხის ახლომხედველობა, იმათ აქვს რისკი იმისი, რომ განუვითარდეთ ეს ცენტრში ბადურის ატროფიული კერა, ან თუნდაც ახალი სიზარღვები გაიზარდოს და იმან გამოიწვევს ესე ვთქვათ მხედველობის გაუარესება, ფოკუსის დაბრეცვა, ხაზების არასწორი დანახვა და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი დაავადებები. ამის გარდა მომართვიანობა ხდება ხშირ შემთხვევაში ბადურის ჩამოცლების გამო, რომელსაც მე ცალკე ავხსნით, ანუ ცალკე გავულით რა ტიპის ბადურის ჩამოცლა არსებობს და რამ შეიძლება განაპირობოს და გამოიწვიოს. იცი რა მაინტერესებს ზოგადად ახლა ჩვენ წინა სერიებში ვისაუბრეთ მაგასთან დაკავშირებით, რომ თქვათ წელიწადში ერთხელ ოფთალმოლოგთან ვიზიტი სავალდებულო უნდა იყოს, გაჩნია ზოგისთვის უფრო ხშირად, ზოგისთვის შეიძლება გადაიწიოს ეს ვადა, მაგრამ საშუალოა და 1 წელია. ბადურის შემთხვევაში მოდი ორ კითხვას გავაერთიანებ. როგორ არის თუ არაფერი ესე გარეგნული ნიშნები არ არის, ვთქვათ რომ რაიმე პრობლემა მაქვს, რადგან გაყოფილია, ვთქვათ, დიაგნოსტიკის ექიმთან უნდა მივიდეს და დიაგნოსტიკას ვინც აკეთებს, ვთქვათ, მას შეუძლია ბადურის აი ამ ყველაფრის განსაზღვრა, რომ ჩამოცლა თუ რაიმე დაავადება, ან ბადურის დაზიანებაზე არის ეჭვი. დიაგნოსტიკის, ანუ ვთქვათ, სტანდარტულ ოფთალმოლოგს შეუძლია ამის განსაზღვრა, თუ რაღაცა ვთქვათ სხვა მიმართულება, ვისთანაც უნდა მივიდეს, რომ ამ შემთხვევაში გაიქოს. და ვადა როგორ არის მაგასთან დაკავშირებით, ეგეც რო გითხრა. ნახეთ როგორი სიტუაცია, ანუ ჩვენთან საქართველოში ოფთალმოლოგია ისწავლება, როდესაც თავდება სწავლა, ოფთალმოლოგი ვალდებულია, რომ თვალში ყველა ნაწილი, ესე ვთქვათ, ეს არის წინა სეგმენტი თუ უკანა სეგმენტი, ერთი და იგივე დონეზე იცოდეს, ანუ არ არის გაყოფილი, ესე ვთქვათ, რომ ვიღაცა წინა სეგმენტის ექიმია, ვიღაცა უკანა სეგმენტის. აქედან გამომდინარე, ის უბრალო ექიმი, როგორც თქვენ ბრძანებთ და ვთქვათ, ის არ არის ვთქვათ ვიტრეორეტინალური ქირურგი. ქირურგი ხო უბრალოდ შეგვიგულს, მაგრამ ქირურგი არის თორემ. იმან იცის აუცილებლად იცის ყველანაირი ბადურის დაავადება, იმის ყველაფრის გამოვლინება, ის კი არა მკურნალობაც იცის, მაგრამ თუ კლინიკას აქვს უფუნება, რომ ყავდეს ცალკე ვიტრეორეტინალური დეპარტამენტი, ყავდეს ცალკე ესე ვთქვათ ბადურის სპეციალისტი, მაშინ ის ესე ვთქვათ ის ექიმები აგზავნიან უკვე მეტი დეტალებისთვის და მეტი სიღრმისეული თუნდაც დიაგნოსტიკისთვის, თუნდაც შემდგომი მკურნალობის დაგეგმვისთვის უკვე ბადურის სპეციალისტთან. რაც შეეხება დაბარებას პაციენტების, ანუ რა სიხშირით უნდა მოვიდნენ, ყველაფერი დამოკიდებულია დაავადებას, რა დაავადება დაუდგინდა პაციენტს ერთი, მერე რომელ სტადიაში აქვს ის დაავადება მეორე და აქედან გამომდინარე ხდება უკვე იმის დადგენა, როდის უნდა მოვიდეს, თქვა რა მკურნალობას დავგეგმავთ, სხვადასხვანაირი არსებობს ბადურის ლაზერული მკურნალობა, არსებობს ბადურის თვალში დანემსებით მკურნალობა და არსებობს ბადურის ქირურგიული მკურნალობა. აი ყველა სხვადასხვა პერიოდი აქვს დაბარების, სხვადასხვა დაავადებას, თან ყველა დაავადებას კი არ ჭირდება, ზოგს მარტო ლაზერი ჭირდება, ზოგს მარტო ნემსების გაკეთება ჭირდება, ზოგს ეს ორი არ უშველის და
აუცილებლად ქირურგია ჭირდება. ხალხო დაავადებს თავისი სიმპტომატიკა აქვს, მაგრამ ბადურასთან დაკავშირებულ დაავადებებს თუ გავაერთიანებთ, რაიმე სიმპტომატიკაში ვთქვათ, რაც შეიძლება შენიშნოს ადამიანმა, რომელსაც იქამდე არც გაუგია და არც იცის კონკრეტული დაავადების შესახებ. რას უნდა დავაკვირდეთ? ყველაზე ბადურის სიმპტომები რო ვიღოთ, ესე ვთქვათ, აი ეს სიტყვა რო ვიღოთ, ყველაზე ხშირი მომართვიანობა პაციენტებისგან არის, რას ხედავენ შავ წერტილებს, რომელიც თვალში დაცურავს და ხედავენ თავიდან მოდიან აი ამ ჩივილით და ეს შავი წერტილები შეიძლება იყოს საერთოდ უწყინარი, ესე ვთქვათ, უბრალოდ რაღაცა მინისებრის სხეულის რაღაცა უწყინარი შემგროვებები და ძირითადად ჩვენ დასაბედნიეროდ ესეა. ანუ უმეტეს შემთხვევაში არის უწყინარი, მაგრამ იმ დანარჩენ შემთხვევაში ეს შავი წერტილები შეიძლება იყოს ან სისჩაქცევა, ვთქვათ, მინისებრის სხეულში, რომელიც არის ხოლმე დიაბეტური რეტინოპათიის დროს, ანუ დიაბეტიანი პაციენტებს აქვთ მიდრეკილება იმისი, რომ ბადურაზე გაეზარდოთ ახალი ცუდი სიზარღვები, ესე ვთქვათ, ანუ დაზიანებული სიზარღვები, რომელიც შემდგომში ჟონავს სისხლს. ეს სისხლი თუ გაიჟონა და მოხვდა მინისებს სხეულში, აღიქვავენ იმას, როგორც ყვაამლს, როგორც შავ წერტილებს ცურავს თვალში და ასე შემდეგ და ამის გამო მოდიან. ან შეიძლება იმდენი სისხლი ჩაიყვაროს, რომ 1 საათის განმავლობაში საერთოდ ფარდა ჩამოიფაროს, ეს ვთქვათ, აი გაშავდეს თვალი და საერთოდ ვერაფერი ვერ დაინახოს. აკნეული ხელიც ვერ დაინახოს. და ამ შემთხვევაში მოდიან პაციენტები. თუ ლაპარაკია ვთქვათ სიტყვაზე ვიძახი მაგალითად ბადურის ცენტრალური ვენის ოკლუზიაზე ან მისი ტოტის ოკლუზიაზე, აქ განმაპირობებელი და ძირითადი ფაქტორი არის ხოლმე რა, არის არტერიული ჰიპერტენზია ძირითადად. ანუ პაციენტს აქვს არტერიული ჰიპერტენზია და წნევას არ აკონტროლებს ეს მარტივინაზე რო ვთქვათ პაციენტების, ანუ გონია რომ ვთქვათ მე 200-ით დავდივარ ხო იძახის ქართველი პაციენტი და გონია რომ 200 თუ დადეს ესე კარგად არის. ანუ მე დაბაწნევას ვერ ვიტანი ესე იძახიან. და რეალურად ეს მაღალი წნევა როდესაც ვისადდება ორგანიზმში, ანუ თვალში არტერია და ვენა ესე ვთქვათ აი ეს გვერდ გამოდის და ერთმანეთთან კონტაქტი აქვს. თუ ვთქვათ არტერიული წნევა მაღალია, ის არტერია ესე ვთქვათ აწვება ვენას და ხდება უკვე ვენის დაწობა. ჩაწითლებული ის თვალით შესამჩნევი არა, არ ჩანს გარედან, იქ სხვა არის. ოკეი. ხო, ბადურას ვერ დავინახავთ ისედაც. ყველაფერი ჩანს, გარედან ვერ შეამჩნევთ. ყველაფერი ხდება, ექიმმა უნდა გააფართოოს გუგა და იმ გუგაში ჩახედვით ჩანს ყველაფერი, უკვე ბადურაზე ჩანს. ან ჩახედვით, ან არსებობს ფოტოკამერები, ახალი ტექნოლოგიები, რომელიც სხვა ჩვენს ეხლა დაუნერგეთ ჩვენ სუახარი კამერა ვიყიდეთ, რომელიც არის ძალიან ულტრათანამედროვე და იმითიც ხდება, ესე ვთქვათ, აი ამ თვალის ფსკერის დათვალიერება და ყველანაირი დაავადების დიაგნოზის დადგენა. მაგრამ ისე რომ თემას დაუბრუნდეთ, აი ამ ოკლუზიების, თრომბოზების დროს, ანუ რეალურად ხდება პრობლემა არის არტერიული ჰიპერტენზიაში ძირითადად. ეს ერთი, მეორე არის ხოლმე პაციენტებს აქვთ ჰიპერლიპიდემია, ანუ ჰიპერქოლესტერინემია, ეს ნიშნავს რომ მათი ესე ვთქვათ ცხიმები ორგანიზმში ძალიან მაღალი რაოდენობით აქვს, ქოლესტერინი მათ ორგანიზმში ძალიან მაღალი რაოდენობით არის და სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ურჩი პაციენტები არ დადიან ოჯახის ექიმთან, არ იკეთებენ გეგმიურ ანალიზებს, რომელიც არის უკვე უნდა გაიკეთოს პაციენტმა, რომელიც არის 50 წლის ზევით, ხო იმან გეგმიურად უნდა გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი, უნდა გაიკეთოს ლიპიდური პანელი, უნდა გაიკეთოს ქოლესტერინის ტესტი, უნდა გაიკეთოს როგორია მისი კოაგულოგრამა, როგორია მისი შედედების ფაქტორები და ასე შემდეგ. ანუ ამას აი ამ ყველაფერს ეს ყურად ჩამოთვალე განაპირობებს აი ესე ვთქვათ ის თრომბოზი დაგემართება თუ არ დაგემართება და თვითონ ის თრომბოზი დაახლოებით იგივეა რომ წარმოიდგინე ინსულტი რომ დაგემართოს თავის ტვინში როგორც ხდება გაჟონვა. ესეთია თვალისთვის. ზუსტად ეგეთი გაჟონვა ხდება თვალში. ანუ იგივე რა და ამ პაციენტს ვეუბნებით რომ შენ რო ეს თვალში დაგემართა, გადარჩი. რას გადარჩის გეუბნება როგორ დავმოდი? კი, გადარჩი, იმიტომ რომ არ მოკვდი იმას შეიძლება იგივე აბსოლუტურად იგივე წარმატებით დამართო და თავის ტვინში ეს არის ნიშანი ესე ვთქვათ მას აფრთხილებს მის ორგანიზმს რომ თვალში დაგემართა ჯერ და შემდეგი უკვე იქ იქნება და ამიტომ მიდი რომ მიხედე შენ ორგანიზმს რომ გამოვაჯამრთელე. ხო, ანუ ეხლა იქით რო წავიდეთ, ნუ ზოგადად ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანსაღი ცხოვრების წესი ვთქვათ ყვება, ვარჯიში, ზოგადად არის ნუ ქოლესტერინის და კიდე სხვა დაავადებების პრევენციაც და ნუ პარალელურად თუ რაიმე პრობლემა გაქვს, ბევრ რაღაცა შველის ხოლმე. ანუ თვალის შემთხვევაშიც ეხლა მაგაზე არასდროს არ დავფიქრებულა, რომ თვალის პრობლემას შეიძლება ქოლესტერინი იწვევდეს. ანუ გამოდის, რომ ეს შეძენილი რაღაც პათოლოგიები რაც არის, აქაც ანალოგიურად ვრცელდება, რომ ვინც უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, იმას ნაკლებად ნაკლები რისკის ქვეშ არის, ხო? რა თქმა უნდა. ხო. ანუ ვინც იცხოვრებს მეტი ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ანუ ვინც ვარჯიშობს, ესე ვთქვათ, ვინც თამბაქოს არ მოიხმარს, ალკოჰოლს არ მოიხმარს, ამ ადამიანებს ბევრად მეტი შანსი აქვს, რომ არ დაემართოს ეს დაავადებები, რაც მე ჩამოვთვალე, ვიდრე მაგალითად იმ ადამიანებს, ვინც ვთქვათ, დიდი რაოდენობით მოიხმარს თამბაქოს, დიდი რაოდენობით მოიხმარს ალკოჰოლს, ჭამს, დიდი რაოდენობით ცხიმიან საჭმელს აქვს, უმოძრაო ცხოვრების წესი, ჩემსავით. და ესეთი პაციენტები ვინც არიან, ამათ უფრო მეტი რისკი აქვთ, ესე ვთქვათ,
რომ დაემართოთ აი ესეთი დაავადებები, რომელსაც განაპირობებს შემდგომში, თუნდაც ეს ცხიმები, თუნდაც ეს ქოლესტერინი აქვთ და ლიპიდები და ასე შემდეგ, ანუ მათ რა თქმა უნდა უფრო მეტი რისკი აქვთ. კვლევებთან დაკავშირებითაც რო ვისაუბროთ, ტექნოლოგიური პროგრესმა ზოგადად ბევრი რაღაც შეცვალა. ბადურის შემთხვევაში რამდენად გვაქვს საქართველოში შესაძლებლობა ტექნოლოგიურ ნაწილში, აპარატურის ნაწილში, რომ შევძლოთ სრულად დიაგნოსტირება, ვთქვათ, სანამ გაკეთდება და დაიგეგმება ის ქირურგია იქნება თუ ვთქვათ ინექცია თუ ასე შემდეგ. და ასევე მაინტერესებს ბადურის სპეციალისტი საქართველოში მეგონი ბევრი არ არის, ხო? ხო, ანუ მაგ ნაწილშიც ის არის. რამდენად არის მოკლედ შესაძლებელი ჩვენს ქვეყანაში რომ მივიღოთ სრულყოფილი დიაგნოსტირება ამ ნაწილში. ჩვენ დასაბედნიეროდ ჩემ კლინიკას ვიტყვი, კლინიკა ახალმზერაში და ასევე არა მარტო ახალმზერაში, მე ესე მგონია რომ ჩვენ წამყვანი კლინიკები რაც არის საქართველოში, ეს ვთქვათ, ეს დიდი კლინიკები რაც სადაც ხდება ძირითადი პაციენტების გადინება და მოძრაობა, მე არ მეგულება დღეს კლინიკა, რომ იმას არ ქონდეს სადიაგნოსტიკო აპარატურა ისეთი, რომ პაციენტის დეტალური გამოკვლევა ვერ მოხდეს. ანუ ყველგან ხდება, ყველა სრული პასუხისმგებლობით ვიძახი ამას, საქართველოს რაც არ უჭირს, ეს არის ოფთალმოლოგია და ოფთალმოლოგიური დაავადებების კურნალობა, იმიტომ რომ ჩვენთან ოფთალმოლოგია ძალიან მაღალ დონეზეა და არც ესე ვთქვათ, ჩვენი დარგიც, ჩვენი ბადურის ქირურგია მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სპეციალისტია, ის ცოტა სპეციალისტი ისეთ დონის არის, რომ ესე ვთქვათ, სოფლიოს დონეზე დგას და ევროპის დონეზე დგას და არაფერ არ ჩამოუვარდებით და ესე ვთქვათ, ჩვენგან ალბათ ყველაზე ნაკლები გადინება ხდება პაციენტების ოფთალმოლოგიის დარგიდან, ვიდრე ვთქვათ, სხვა დარგები რო აიღოთ, საიდანაც ხდება გადინება ძირითადად უცხოეთში საოპერაციოდ, ჩვენგან ხდება ალბათ ყველაზე ცოტა, იმიტომ რომ რეალურად იმდენად ათვისებულია ეს დარგი, იმდენად დეტალურად არის შესწავლილი და იმდენად მაღალ დონეზეა, რომ ეს ფაქტურად არ ხდება. რაც შეეხება აპარატურას, ყველანაირი აპარატურა აქვს კლინიკებს, ეს არის ვთქვათ, ბადურის ტომოგრაფები, ბადურის ტოპოგრაფები, არის ბადურის კამერები, არა მარტო ბადურის, იგივე წინა სეგმენტის, იგივე ყველაფერს ქოვანის, იქნება თუ გლაუკომის დიაგნოსტიკა, იქნება თუ რა ვიცი, რაც გინდათ, რა ვიცი, თუ კი რამე არსებობს, თუ კი რამე დარგი არსებობს თვალში, დღეს ყველა კლინიკა გაჯერებულია ამ ტექნოლოგიით, ამიტომ ამის პრობლემაა, რომ რომელიმე პაციენტი დაგვრჩეს ისე რომ ვთქვათ, რაღაცა ვერ გაუკეთოთ და რაღაც ვერ გავადგინოთ, რომ რაღაცამდე ვერ მივიდეთ, ეს ფაქტურად გამორიცხულია. რა მინდა კითხო, ასევე ონკოლოგიასთან დაკავშირებით ცოტა ისეთ კითხვას თავსავ არ ვიცი რამდენად კავშირშია, თუმცა ვფიქრობ, რომ ალბათ არის. ონკოლოგია და აი როგორც ბადურის სპეციალისტი ვთქვა და აი თვალის ონკოლოგიურ მიმართულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს ვთქვა რაც ყოფილა აი ამ საკითხზე აი ამას როგორ შეაფასებ ვთქვა რა მდგომარეობა ამ ნაწილში თვალში ზოგადად ონკოლოგიაში საქართველოში ესე ვთქვა ზოგადად ალბათ თემსოფლიოშიც და საქართველოში ძალიან ცოტა სპეციალისტია ვინც არის კონკრეტულად ამაზე ონკოოფთალმოლოგია რასაც ქვია მაგრამ ჩვენ ესე ვთქვა ბადურის სპეციალისტები ვინც ვართ ჩვენსავე ნაწილში შედის ესე ვთქვა თვალის უკანა მონაკვეთის ონკოლოგიური დაავადების თუნდაც ელემენტარულ დიაგნოსტიკა შეიძლება ჩვენ არ ვაკეთებდეთ იმის შემდგომ მენეჯმენტს ანუ იმის ოპერაციას ესე ვთქვა ეს იქნება იქ ბრაქითერაპია იქნება თუ თვალის ენუკლეაცია იქნება თუ სხვა რაღაცა იქნება მაგრამ იქამდე მისვლა რომ ელემენტარულად ეს პაციენტი სწორგზაზე დავაყენოთ და გადავამისამართოთ დროულად ონკოოფთალმოლოგთან ვინც არის საქართველოში ხო ეს არის ჩვენი მოვალეობა პირდაპირ იმიტომ რომ ჩვენთან პაციენტი რომ მოდის მაგალითად იმას აქვს თქვა ქოროიდეს მელანომა ან ცილინდრული სხეულის მელანომა ან თქვა რაღაცა სხვა უკან თვალში არსებული სიმსივნეები როგორც არის იქ პლაზმოციტომა იქ არის ვაზოპროლიფერაციული სიმსივნეები და ასე შემდეგ თვალში რაც ხდება ან ჩვენი პირდაპირ მოვალეობა ჩვენ ბადურის სპეციალისტების რო სწორი დიაგნოზი დავსვათ და ამ პაციენტს აუხსნათ რომ იცით რა თქვენ გჭირდებათ უკვე ესეთი და ესეთი ჩარევა რომელსაც მაგალითად ჩვენ არ ვაკეთებთ მაგრამ აკეთებს კონკრეტულად ეს ადამიანი და გადავამისამართოთ კონკრეტულად უკვე იმ დეპარტამენტში სადაც ამ თვალის ონკოლოგიური დაავადებების მართვა ხდება ახალშობილებში გავრცელებული რა არის ვთქვათ და თუ ხდება ამის სკრინინგი თვითონ კლინიკაში თუ მე ვთქვათ რაღაც ასაკზე უნდა მიიყვანოს ოფთალმოლოგთან და ასევე გენეტიკური განწყობა და გენეტიკური ფაქტორები როგორ არის დაკავშირებული ბადურის დაავადებებთან. ამაზე რა ვისაუბრეთ. ნახეთ როგორ არის თუ დავიწყოთ ახალშობილებიდან, ანუ ახალშობილებში ყველაზე დიდი პრობლემა რაც ხდება არის დღენაქთა რეტინოპათია, რომელიც საქართველოში რამოდენიმე ადამიანის დამსახურებით ეს არსებობს, ეს დარგი არსებობს და ესე ვთქვათ, როგორ ვთქვათ, ძალიან რთულია და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს ყველა ჩვენთაგანმა იმ ექიმებს, ვინც ამას ესე ვთქვათ, ჩაეჭიდა ამ საქმეს და ვინც ამას აკეთებს მე პირადად ამაში მონაწილეობას ვერ ვიღებ, იმიტომ რომ ამას ცოტა სხვანაირი გაყოფილება ჭირდება და სხვანაირი, ესე ვთქვათ, სხვანაირი მენეჯმენტი ჭირდება, მაგრამ არიან საქართველოში ექიმები, ვინც ამას
მიუძღვნეს თავის ცხოვრება და აი ამ პატარა დღენაკლ ბავშვებს რომელიც იბადებიან შედარებით ნაკლები წონით, შედარებით ნაკლები დღის, ანუ ესე ვთქვათ, ვადაზე ადრე ჩნდებიან, იმ ბავშვებს აქვთ რისკი იმისი, რომ განუვითარდეთ დღენაკლთა რეტინოპათია, რომელიც არსებობს სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სტადიის, ჩვენ რო ავწეროთ კონკრეტულად ამის დეტალები, მე მგონი მაყურებლისთვის საინტერესო არ იქნება, უბრალოდ იქაც რაღაც სტადიაზე კეთდება, ვთქვათ, ლაზერული დასხივება, ლაზერით ესე ვთქვათ მოწვა ბადურის, რომელიც არის ავასკულარული, ანუ ბადურა არის სიზარღვით და არის სიზარღვის გარეშე. ანუ აი ამ ბავშვებს აქვთ ეს სიზარღვის გარეშე, რომელიც არ უნდა კონდეთ. და იმ სადაც სიზარღვის გარეშეა, ხდება იმის ესე ვთქვათ მოწვა, აი ამ ლაზერით, სპეციალური ლაზერი არსებობს, რომელიც ეს გამოსავალია, ეს არის კურნალობა ამისი და ამის გარდა არის კიდე თვალში და ნემსები, ანუ თვალში კეთდება ინექციები, აი ჩვენაც ვაკეთებთ, დიდებში რასაც ვაკეთებთ, იგივე წამალი კეთდება ბავშვებშიც რაღაც კონკრეტულ ვადაზე და მე ძალიან რთულია ამ ბავშვების დაკვირვება, იმიტომ რომ წარმოიდგინე ყოველ ჯერზე ჭირდება ამ ბავშვს ან ნარკოზის გარეშე ძალიან რთულია მიუდგე, ძალიან წარმოიდგინეთ ბავშვი, თოთო ბავშვი, ამხელა ბავშვი, რომელსაც უნდა თვალს ჩახედო, ხო? დიდ ადამიანს და გვიჭირს თვალს ჩახედვა და თოთო ბავშვი ძალიან რთულია. ანუ ყველაზე მთავარი ახალშობილი თუ არის დღენაკლული, უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებლად ეს უკვე სამშობიაროებმა იციან, ამის პრობლემა არ არის, ისინი უკვე კონტაქტზე არიან ამ სპეციალისტებთან და თვითონ ურეკავენ, აფრთხილებენ, რომ ჩვენთან გაჩნდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს არ არის ლაპარაკი მარტო თბილისზე. და უკვე ეს გუნდია ჩამოყალიბებული, რომელიც მიდის და ამ პაციენტებს სინჯაოს ნახულობს, სწორ დიაგნოზამდე მიყავს და შემდეგ კურნალობს, რაც კიდევ ერთხელ გონები გმირობის ტოლფასია. გენეტიკური დაავადებები საკმაოდ ბევრია ბადურის, რომელიც არის ძირითადად რეტინის დისტროფიები ქვია, ანუ დისტროფია, დეგენერაცია არის უფრო შედარებით შეძენილი დაავადებები, დისტროფიები არის ის დაავადებები, რომელიც თანდაყოლილი აქვს. ანუ არსებობს სხვადასხვა, მაგალითად პიგმენტური რეტინიტი, არსებობს იქ შტატგარტის დაავადება, არსებობს იქ რაღაცა სხვადასხვა დაავადებები, რომელიც არის ძირითადად აზიანებს ცენტრს და ძირითადად აზიანებს ფოტორეცეპტორებს. არის ეგეთი დაავადებები. და ამიდან გამომდინარე ამ პაციენტებს აქვთ ძალიან ან დაბალი მხედველობა, ან დროთა განმავლობაში თუ სინათლოვამდე მიდიან. ჩვენ და სამწუხაროდ, ანუ ჯერჯერობით მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში ამის კურნალობა არ არის. არის კლინიკური კვლევები, რაღაც და რაღაც პრეპარატები მოიგონეს, რაღაც ჩიპები მოიგონეს, რომელიც ბადურა გარს ინერგება, არის რაღაც პრეპარატები, რომელიც თვალში კეთდება, მაგრამ ის ჩიპი და ის ნემსი ღირს $1 მილიონი. რასაც ახლა უბრალო მოქალაქე ვერ მიწვდება, ხო შეიძლება 1 მილიონერმა გაიკეთოს, მაგრამ გაჭირებული ადამიანი ვერ მიწვდება. ეს საქართველოში არც არის ეგრე. არა, რა თქმა უნდა. მეორე, რაღაცა თავი დავანებოთ, ეს რაც გამოგონილია, ესეც კი ძალიან დაბალ მხედველობას იძლევა, ესე ვთქვათ, ანუ ეს არ არის ის, რომ თქვენ ამ ოპერაციის შემდეგ შეძლოთ მანქანისტარება, ან ეს არის რაღაცა ელემენტარული, რომ ჩtildeებს ხედავენ, რაღაცას ხედავენ, ჯერჯერობით ამ დონეზეა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს დარგები როგორც არის ეს რობოტექნიკა პლუს ეს რაღაცები ძალიან სწრაფად ვითარდება, იმის იმედი გვაქვს, რომ 10 წელიწადში მაგალითად შეიძლება საერთოდ აღარ იარსებობს ამ ყოველ შემთხვევაში ისეთი ნემსები არსებობს და ისეთი მიდგომები არსებობს, რომ ამ დაავადებას იმ მომენტში გააჩერებს, სადაც საჭიროა და ეს დაავადება იმის იქით აღარ განვითარდება. აქედან გამომდინარე, ეს ბავშვები აღარ დაკარგავენ მომავალში მხედველობას და სიბმავემდე არ მივლენ. ბადურის დაავადებები მაინც რაღაცნაირად რთულ შემთხვევებთან ასოცირდება იმასთან, რომ სიბრმავის რისკი ძალიან მაღალია. რეალობა როგორია ამ შემთხვევაში და რა არის ისეთი რა ტიპის დაავადებებია, რომლებიც ეხლა რაც თქვათ მაგის გარდა რომ ვისაუბროთ, რომლებიც რეალურად ძალიან რთულია ამ დაავადებების მართვა, რომელი გადის ამ კატეგორიაში, თუ სტადიას აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, რა დროს მიხვალ და დადგინდება და დაავადებასაც მნიშვნელობა. აი, ყველაზე ჩემთვის პირადად ყველაზე რთული დაავადებები სამართავად არის ისევ და ისევ შორს წასული, აი ეს რაზეც ვახსენებთ, ძალიან დიაბეტური რეტინოპათია, იმიტომ რომ დიაბეტი ადამიანს თუ აქვს უკონტროლო, დიაბეტური რეტინოპათია, ან დიაბეტისგან თვალის დაავადების ფორმა არსებობს ორნაირი, არსებობს არაპროლიფერაციული, რომელიც უფრო მარტივია, რომელსაც რო ნახავ პაციენტს რო დაათვალიერებ, ეტყვი რომ მოდი შენ დაგაკვირდები და არ გიკეთებ არაფერს, არც ლაზერს, არც ნემს არაფერს, იარე და მაგალითად ჩემთან მოდი ხოლმე 6 თვეში ერთხელ და შაქარი აკონტროლე, მე თვალს ჩაგხედავ. თუ მე შევამჩნიე რომ შენი ეს არაპროლიფერაციული უკვე გადავიდა პროლიფერაციულში, ჩემთვის ოქროს სტანდარტი რომ შენ გიმკურნალო, არის რომ ლაზერი გაიკეთო, ანუ სპეციალური ლაზერია, რომელსაც ჩვენ წვავთ ბადურას, ფაქტობრივად ჩათვალი ჯამთელ ბადურას, ოღონდ ცენტრს არა, ბადურის პერიფერიას წვავთ იმისთვის, რომ აი ეს პერიფერია, რასაც მოიხმარდა ჟანგბადს, ნიუტერებებს, ყველაფერს, ის წავიდეს ცენტრში, რომ ის ცენტრი ჯამთელი იყოს და გამოიკვებოს. მაგრამ ამ პაციენტებს ამ ლაზერის გარდა ჭირდებათ კიდე ნემსის თვალში გაკეთება, იმიტომ რომ მათი სიზარღვები იმდენად დაზიანებულია დიაბეტისგან, რომ იწყებს უკვე ჟონვას. ჟონავს, ანუ იქიდან გამოდის სისხლი, გამოდის სისხლის ფორმირებული ელემენტები, ასე შემდეგ და ამის გამო ხდება
ცენტრალური ზონის ის ადამიანი ხედავს იმის შეშუპება. რომ შეუშუპდა. მე დაებინდება მხედველობაც. დაბრეცლად ხედულობა ვეღარ ხედავს. მოდის ექიმთან, ექიმი ვაიმე ლაზერი გაკეთებული მაქვს, მაგრამ აი როგორ რაღაცა მჭირს. ამ შემთხვევაში უკვე იწყება თვალში ნემსების გაკეთება, რომელიც არის სპეციალური პრეპარატები, ქვია ენდოთელიუმის დისფაქტორის ინჰიბიტორი, რომელიც შედის თვალში და კონკრეტულად აი დაზიანებულ სიზარხს აღადგენს, ესე ვთქვათ, ანუ მისი კედრის ფუნქციას იქ რაც არის პერისტალური უჯრედები, რომელსაც ეს ფუნქცია აქვს და იმას ეხმარება, რომ აღარ გაჟონოს, მაგრამ სამწუხაროდ ეს ერთჯერადი ნემსი არ ყოფნის. შეიძლება ჩვენ ყავს პაციენტები 10-ჯერ 15 აქვს გაკეთებული, შეიძლება პრეპარატს გააჩნია, ზოგი პრეპარატი თვეში ერთხელ კეთდება, ზოგი პრეპარატი კეთდება 3 თვეში ერთხელ. ეს უკვე დამოკიდებულია თავისთავად ხარისხზე, თავისთავად მომწოდებელზე, კომპანიაზე და თავისთავად ფასზე. ის უფრო შედარებით ნაკლები ღირს, ეს მეორე შედარებით ძვირი ღირს. სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ეს პრეპარატები არც ეს იაფიანი და არც ეს ძვირიანი სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაში არის. ხო, აი ეგ მინდოდა მეკითხა. მაგრამ პაციენტებს ეხმარებათ ხოლმე გამგეობა, მერია, ანუ მიაქვთ ადგილობრივი მმართველობა რაც არის, იქ მიაქვთ ხოლმე დასაფინანსებლად და თავიანთი კერძო კომპანიები, კერძო სტატუსკო კომპანიები, ისინი აფინანსებენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ არის საყოველთაო ჯანდაცვის დონეზე. საყოველთაო ჯანდაცვა აფინანსებს ლაზერს, აი მაგალითად ლაზერს აფინანსებს, თუ პაციენტი თქვა ძირითადად პენსიონერია, ან თქვა რაღაც უმწეოა, თქვა პედაგოგია, რაღაც კონკრეტული ჯგუფები არსებობს, ვისაც თლიანად უფინანსებს. არის ვიღაცას თქვა ნაწილს უფინანსებს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რაც ეს არის მარტივი ნაწილი, ამ მარტივს ვეძახით, ეს ლაზერი და ნემსი შედარებით მარტივია. უკვე რთული მოდის, როცა ეს დიაბეტი ამ პაციენტს უკვე პროლიფერაციული აქვს, ნემსიც გაუკეთე, ლაზერიც გაუკეთე. დაიბარე 3 თვეში და მოვიდა და მთელი თვალი სავსეა ცისხლით. ანუ ეს სისხლი არსად აღარ მიდის, ჩაგუბდა იმ თვალში და არის ჩაგუბებული. ამის ერთადერთი გზა ეს რომ გაწმინდო არის ვიტრექტომია, არის ეს ოპერაცია, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენ ბავდურის ქირურგები. ეს არის მინი ინვაზიური ოპერაცია, რომელიც კეთდება აი მილიმეტრიანი განაკვეთებით, ოღონდ თვალის კატარაქტა ხო კეთდება თვალის ზედაპირზე, ეს თქვა წინა სეგმენტში. ეს კეთდება კატარაქტის უკან, იმ ბროლის უკან შევდივართ თვალში შიგნით. აი მარტივენაზე რო აგიხსნათ, თქვა ტვერსასრუტი რო ჩაყო თვალში და ტვერსასრუტით რო აიღო და ამოკაჩვა ეს ამოწოვო ეს გაჟონილი სისხლი ამოწმინდო კარგად და შემდგომ კიდე იქ რაღაც ლაზერი გააკეთო, მოწვა ეს სიზარღვები საიდანაც მოდის ეს სისხლი და შემდგომში არსებობს ან თვალს შევყავს ესე ვთქვათ გაზი, რომელიც არის გაზის ნივთიერება, რომელიც ბუშტივით შეება თვალში და ორ კვირაში ან გააჩნია როგორი გაზი იქნება, აი ერთ თვეში ან ორ კვირაში თავისით გაისრუტება და თვალი შეივსება ისევ წყლით, ან თუ რთული შემთხვევაა, მაგალითად, როცა გაზს ვტოვებთ სილიკონიზეც, ანუ არსებობს სილიკონები, შევყავს სილიკონი და სილიკონს რაღაც პერიოდის შემდეგ ჭირდება რეოპერაცია, ანუ ამ სილიკონის ამოღება, კი. ეს დამოკიდებულია რამდენად რთული იყო ეს ოპერაცია. რაც შეეხება, რაც ვკითხეთ წეგან პროგნოზს, ანუ პაციენტი დაინახავს თუ არ დაინახავს, დამოკიდებულია როდის მოვიდა. აი ეს სისხლი ჩაიქცა, თუ იმკურნალა წვეთებით, თუ იმკურნალა რა ქვია მას ჩაქცევას გაწყვეტინე ბოდიში, გრძნობს იმით, თუ სწორად გავიგე, რომ ხედველობა მთლიანად ეკარგება, ანუ შესამჩნევია. ძალიან შესამჩნევია. გარედან კი არ ხედავს სარკეში. შიგნიდან შავი ჭუჭყით აივსება თვალი და ვეღარ ხედავს. ანუ ამის იმკურნალობა ხდება უკვე პაციენტები ძირითადად დაგვენებული ატომოდიან, იმიტომ რომ გზა აქვთ აბნეული ან არაკვალიფიციური სპეციალისტის გამო, ან მისმა მეზობელმა უთხრა, რომ ჩაიწვეთე რაღაც წვეთი, აი ისი წვეთებდა მიხო და გაეწოვა, შენ ჩაიწვეთე, მე წავა ექიმბაშთან, ექიმბაში ეტყვის, რომ არა, ეგ კი არ გჭირდება, შენ რაღაცა პიტმის ნაყენი უნდა დალიო, თქვა რაღაც და მე აი ერთი წელიწადი იწვალებენ და ერთ წელს მერე მოდის და უკვე ისეთი თვალი აქვს. ოპერაციას უკეთებთ, მაგრამ ვერაფერს ვეღარ პირდებით, ვეუბნებით, რომ კი გაგიკეთებ, მაგრამ იმდენად დაზიანებულია უკვე შენი თვალი უკან, რომ ჩვენ ამას ეხოსკოპიით ხედავთ, ან დანახოთ ვერს დაინახავ. ეხოსკოპიას დაადებ და ეხოსკოპიად უნდა მივხვდე, რა მდგომარეობა უკან უკვე ტრაქცია, ჩამოცლა, ქაჩავს ბადურას, ეს სიზარღვები არ ქაჩავს და მოკლედ 1000 დეტალია. ანუ პაციენტის პროგნოზი ამით ხდება, მაგრამ თუ პაციენტი მოვიდა, სისხლი ჩაექცა და კეთილსინდისიერი პაციენტია და მოვიდა მეორე დღეს, მესამე დღეს და გითხრა, რომ აი, გუშინ გადასაევთ ხედავდი და ჩამექცა. იმას რომ გაუკეთებ ოპერაციას, არ არსებობს რომ არ დაინახოს, თუ შენ ოპერაციას სწორად გააკეთებ, კარგად გააკეთებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის, რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანები ვართ და გართულების ეს კი ყველგან არსებობს. ხო, ანუ რაღაც პროცენტი თქვა, ჩემ შემთხვევაში შეიძლება იყოს 10%, ვიღაც შემთხვევაში შეიძლება იყოს 20%, ხო, ანუ კი, რაღაც დაუგეგმავი და ამის შემდეგ ხო ყოველთვის ხდება, მაგრამ ქართულების რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ 90%-ში რომ მოხდება ეს ადამიანი, ხო?
ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად დაინახავს, ასე ვთქვათ, ანუ ისევ და ან იმხედველობას დაიბრუნებს, შეიძლება იმაზე ნაკლები დაიბრუნოს, მაგრამ ინვალიდი არ იქნება, ასე ვთქვათ, იმას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს, იმოძრაოს ზოგი პაციენტი, რა ვიცი, მანქანაზე ბრუნდება, ზოგი თვითმფრინავზე ბრუნდება, ეგეთ პაციენტებს ყოლია ოპერაცია გაუკეთებია ფრინავისთვის, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა და გაუკეთეთ ოპერაცია და ისევ თვითმფრინავზე ზის და ისევ დაფრინავს, ხო, ამას ხო ძალიან დიდი ის სჭირდება მონდომება ჩვენი მხრიდანაც და იმ ფრინავის მხრიდანაც, რომ ძალიან დიდი мотиваცია, ჩემთვის არის мотиваცია, მე რო ვიცი, რომ ადამიანი ესეთი ადამიანი დაბრუნდა, ესეც სამსახურს დაუბრუნდა, ხო? შენ 10 ჯერ ძლიერი შედიხარ საოპერაციო შემდეგ პაციენტზე, რომ იცი ის შენი წინა წასული ისტორია რო გახსოვს, ხო 10 ჯერ მეტი მე ამას გინდა რომ გავუკეთო ეს ყოველ წესია. მეორე ნაწილი რაც არის ცუდი დაავადებების დიაბეტის მერე არის ბადურის ჩამოცლები, რომელიც ემართება ადამიანს ნებისმიერ ასაკში, შეიძლება იყოს პედიატრიულ ასაკში, ბავშვებში, რომელიც არის ხოლმე ძირითადად არის ხოლმე ბადურის ჩამოცლა თვითონ არსებობს საინფორმის. ერთი არის რეგმატოგენული ჩამოცლა, როცა ბადურაზე ჩდება ნახევი ხვრელი და აი ამ ხვრელს შევა სითხე და ბადურა ჩამოიცლება. მეორე არის ტრაქციული ჩამოცლა, რომელიც არის აი ამ დიაბეტში და თრომბოზში, მაგალითად, როცა ახალი სიზარღვები იზრდება ბადურაზე, ის ახალი სიზარღვები, აი ესე, როგორც სკოლაში რო კევს აწებებდნენ ხოლმე თმებში ჟუვაჭკას და რო ვეღარ ამოიღებდი ვერასდროს, ხო იცი? აი ისე იზრდება ეს სიზარღვები ბადურაზე და არის ჩაწებებული. და ჩვენ მე ამას საათობით ვზივართ და აი ეს ორი ხელით, პინცეტებით, მიკრომაგრატლით, რაღაცით ვაცლით, რომ მოვადუნოთ, ესე ვთქვათ, მოვაშოროთ, რომ ისევ ეს ბადურა გაიშალოს. რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე და ძალიან რთული გასაკეთებელია. ანუ ეს არის მეორე ნაწილი, ვთქვათ, ტრაქციული ჩამოცლა, ანუ კაჩვით გამოწვეული და მესამე ნაწილი ბადურის ჩამოცლების არის ექსუდაციური ბადურის ჩამოცლები. ექსუდაციური ბადურის ჩამოცლებს იწვევს ან ანთებითი დაავადება, სადაც ექსუდატი დგება, ან ძირითადად ონკოლოგიები, როცა ონკოლოგიის ფონზე არის განვითარებული, ვთქვათ, რაღაც კოროიდალური მელანომაა და იქიდან ექსუდატის გამო ბადურა ჩამოიცალა. ყველაზე ხშირი მომართვიანობა ჩვენთან არის ჩაოლებრივი ჩამოცლა, რეგმატოგენური, სადაც ნახევია ბადურაზე, ან აი ეს მეორე დიაბეტური. ეხლა რომ მიუბრუნდეთ იმ ჩაოლებრივ ჩამოცლებს, ხო? ანუ რა არის იმის მიზეზი? ხო, აი მე ძირითადი ნაწილი, რაც მოდის პაციენტების, შენ ალბათ ტიპიკებო არის ტრამბოა, მაგრამ ეს ესე არ არის. ტრამბოაც მოდის, მაგრამ ძირითადი ნაწილი არიან ჩაოლებრივი პაციენტები, რომელიც არის, ვთქვათ, 55-60 წლის და ერთ დღეს უცებ რაღაცა ბუზი გაუშტა თვალში. ზუსტად ბუზს ამსგავსებს ყველა, იმიტომ რომ მაგიტო ვიძახი მაგ სიტყვას ეხლა რომ ბუზი გაჩნდა. ეს ბუზი ნიშნავს, რომ შენ ბადურაზე არსებული მინისებრის სხეული, რომელიც ყოველას ესე გვაქვს, ეხლა მეც ესე არა, დამაგრებულია რამოდენიმე ადგილას. რაღაც დონეზე ჩვენ ორგანიზმი რომ ესე ვთქვათ იზრდება რაღაც ასაკში მივიდოთ, აი ეს ასაკი 50 წლის ზევით. ეს მინისებრის სხეული იწყებს მოშორებას. ეს ფიზიოლოგიური პროცესია, ანუ ყველასთან მოშორდება, ჩემთანაც ყველასთან. რო შორდება, თუ ნახა სადმე ბადურა თხელია, ოდნავ მაინც, ან შეიძლება სულ არ იყოს თხელი და იყოს უბრალოდ დამთხევა. სადღაც მოკაჩავს და გახევს. რო გაიხევა, მაგდროს რა ხდება? ანუ ეს მინისებრის სხეული თვალში, თქვენ რო გონიათ, რომ ჟელეა, რამე ნივთიერება არის 99% წყალი. სულ წყალია. როგორც კი ნახევი რამე და ხო შევიდა წყალი, ჩაოლური ფიზიკა, ჩაგუბდა და ამ დროს პაციენტს რა მოვიდა, ხედავდა უცებ და უცებ გაღიქვა რომ ვაიმე რა ხდა მოხდა ნახევარი თვალით ვეღარ ვხედავ ანუ ჩამომეფარა ფარდა იმ ფარდაში ვხედავ მაგრამ ძალიან ისე ძალიან ცუდად რა მე ეს ფარდა სანამ მივედი თვალის ექიმთან კიდე უფრო გაიზარდა მე ისე გაიზარდა რომ თელი თვალი დაფარა და სულ გაშავდა და უკვე ამასაც ვეღარ ვხედავ აი ეს არის ბადურის ჩამოცლა ან ჩვენთან პაციენტები მოდიან ფარდითაც თუ უკვე ჩამოცლა არის მაგ დროს უკვე ყველა შემთხვევაში საოპერაციო ეს პაციენტები მაგრამ ნახე თუ პაციენტი მოვიდა აი იმ სტადიაზე რომ ნახევი რო გაჩნდა მან რა ხდება ნახევი რო გაჩნდება ძირითადად იგრობა სისხლი თვალში და იმ სისხლს აღიქვამენ როგორც შავწერტილებს და მოდის პაციენტი გეუბნება რომ გუშინ რაღაცა დახრილი მუშაობდი ბავშვ ვარ წევდი ჩემი შვილიშვილი ავწია ან ბავშვმა მუშტი ჩამარტყა ერთი ძალიან ხშირად არის შვილიშვილმა მუშტი ჩამარტყა ფეხი გამარტყა რაღაც გამარტყა ან თქვა თუჯისვან ავწია 200 კილოიანი რა 1000 ქართული ისტორია არსებობს და მოდიან ანუ ამის შედეგად გეუბნება რომ შავი წერტილები გამიჩნდა გაუფართო რეალობას გიყვები ხო რეალურ სიმპტომებს ხალხმა რომ გაიგოს რატო ემართება ხო ანუ რო გაუფართო გუგა და ჩაიხედები ხედავ რომ აი ამ ხელა ესეთი ნახევი გიყურებს იქიდან და არის სისხლი ჩაქცეული ჩვენ ვიცით რომ აი ეს ნახევი თუ იმავე დღეს არ გავამაგრეთ გამაგრება ხდება იმ ლაზერით კი ბატონო რომ და მოუწვათ ესე ვთქვათ ეს ლაზერი ანუ ლაზერი როგორც აი შედუღება როგორც ვაკასრო ეძახიან და შეადუღო ეს კიდეები აი ნახევის თვითონ ნახევს კი არ ვესვრით ნახევის გარშემო ვესვრით 1 წრე 2 წრე 3 წრე ვიღაცა 5 წრეს ესვრის ვიღაცა 10 წრეს ესვრის რომ უფრო მაგრა გამყარდეს რომ ეს სითხე რაც აქ შევიდა აი იმ შენს რაც მოწვი იმის იქით არ წავიდეს მე ხვდი ის არა უშავს იქ რო იყოს იქ არის დამწყდეული იმის იქით არ უნდა წავიდეს
თუ ამით გადარჩა, რაც ამის შანსი არის დაახლოებით 70-80% აი ამ პროცედურის მერე, რომ არ დაემართოს არაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ლაზერისა, მაინც შეიძლება შენ გავუკეთო კაი ლაზერი, მაგრამ ეს სითხე მაინც შევიდეს და მაინც წავიდეს და წავიდა უკვე ბადურის ჩამოცვა. მერე უკვე არსებობს აი სხვადასხვა ქირურგიები, რომელიც არის მაგალითად პლომბირება ქვია, თვალის გარედან ესეთი მარტივად რო აგეხსნა თასმასავით რო დადო და მოუჭირო თვალის გარედან გარე ქირურგია, რომელიც კეთდება უკვე ძალიან ცოტა რაოდენობით, იმიტომ რომ ეს უკვე უფრო ძველი ქირურგია და ძირითადად უკეთებს ძალიან ახალგაზრდა პაციენტებს, ვისაც არ გვინდა რომ თვალში შიგნით შევიდეთ და რაღაც გავუკეთოთ და ძირითადი ოპერაციები, აი 95%-ზე მეტი არის უკვე ვიტრექტომია, რომელიც არის თვალში შიგნით შესვლა და აი ამ რაც ხდება, ხო, ვიტრექტომია რას მოიცავს? თქვა ჩამოეცალა პაციენტს ბადურა. არის ნახევი, არის სითხე შესული, ეს ბადურა ჩამოცლილია. ჩვენ შევდივართ თვალში და უნდა ავიღოთ ჯერ მოვაშოროთ აი ეს მინისებრის სხეული, ესე ვთქვათ, რაც არის ის წყალი, რაც ადამიანს ბუნებრივად აქვს თვალში. მერე უნდა ამოუქაჩოთ, ესე ვთქვათ, ამოვტუმბოთ აი იმ ნახევიდან სითხე, რომ ეს ბადურა რაც ჩამოცლილია, ისევ დაბტყელდეს, ანუ მიეფინოს და მერე ამას რომ მოვაშორებთ, ისევ თვალშივე შიგნითო ვაკეთებთ იმ შედუღებას, რომ დავამაგროთ ეს ბადურა ან ნახევის გარშემო, ან საერთოდ ზოგი თლიანადაც ვაკეთებთ, ესე ვთქვათ, თელ ბადურას ვაკეთებთ, ვიღაცა მარტო ნახევს გაამაგრებს. ამას რომ მორჩები რაღაც ხონა შეიყვანო თვალში. რა შეყავს? ისევ ან გაზი, ან სილიკონი. ეს გაზი არის შემთხვევები, როცა ვთქვათ, რაღაცა ისეთი ნახევებია, ერთი ნახევია, ვთქვათ, ან ცოტა ნახევებია, ან ვთქვათ, არის ნახევების თვალის ზედა მერიდიანში, რომ გაზი თვალში შეყავს, ძალიან საინტერესოა ვიტრექტომია და ზოგადად ვიტრექტომიური ქირურგია. ფიზიკაში უნდა ერკვეოდე რა, ანუ ფიზიკასთან ძალიან ახლო კავშირშია. გაზები ხო ტივტივებს, ანუ გაზი უფრო მაღლა იტივტივებს თვალში და ზედა ნაწილს კარგად მიეწვება, მაგრამ აი ამას ვერ მიეწვება, ხო? შენ თუ აქ გაგ დაზიანება ქვევით, ის გაზი ამას ვერ დაფარავს. აქედან გამომდინარე უმჯობესია თუ ქვედა ნაწილში გაგ, მაშინ სილიკონი ჯობია, მაგრამ ძირითადად ზედა ნაწილში თუა ჯობია გაზი, მაგრამ რეალურად გაზიში პრობლემა რაც არის და რაც მე არ მიყვარს და ბევრ ქირურგს არ უყვარს, არის პაციენტი ცოტა ახლოს უნდა ყავდეს, რომ გააკეთებ ოპერაციას, ხშირად უნდა მოვიდეს უფრო, თბილისში უნდა ცხოვრობდეს, ანუ რაიონში რომ მიდიან პაციენტები და შენ თუ არ გაქვს იმის შიში, თუ გაქვს რომ ეს პაციენტი ცუდად მოიქცევა, ისი არ დაწובה შენ როგორც გინდა, რაღაცას ისი არ გააკეთებს, ჯობია რომ სილიკონი შეუყვანო. თან სილიკონის ხიბლი ის არის, რომ სილიკონს რო შეუყვან, იმავე დღეს ხედავს პაციენტი, ანუ მეორე დღეს რომ მოვა, უკვე ხედავს გაზს რო შეუყვან, ის ორი კვირა იქნება, ეს გაზები არის ესეთი, რომ ორი კვირა თვალში, არის ერთი თვალში. გააჩინა შე როგორი გინდა რომ სატოვო. ის ორი კვირა იქნება თუ ერთვეს არ ხედავს, ანუ ხედავს ისე გონიერო ბადურა ჩამოცლილი აქვს, ანუ ბურუსში ხედავს ძალიან იმ გაზის გამო. დიდად არ მოწოს პაციენტიც არა ბედნიერი, მაგრამ ხიბლი ის არის, რომ გაზს რო დატოვებ, თავის გაიწოვება და მეორე ოპერაცია აღარ ჭირდება. ანუ სილიკონს ჭირდება მეორეჯერ სილიკონს ამოღება. რა თქმა უნდა. ამიტომაც ჩვენ ქირურგიაში პირადად ჩემთან ალბათ დაახლოებით 50-50-ია, თქვა 50%-ია სილიკონი, 50%-ია ის მეორე, ხო? ეს არის ალბათ ყველაზე კაი ბალანსი რა, რომ ესე კონდეს, იმიტომ რომ რაღაც ნაწილს ეს დაჭირდება, რაღაც ნაწილს ეს დაჭირდება. თქვა გავაკეთეთ ეს ოპერაცია, მივაფინეთ ეს ბადურა, ყველაფერი კარგად არის, ეხლა მე რა ხდება? მე ეს პაციენტი მოდის ოპერაციის მეორე დღეს ნახავ დარწმუნდები რომ ყველა იმავე დღეს ჩვენ ან სტაციონარში ვტოვებთ თუ რთული შემთხვევაა თუ სტაციონარში მუშაობ და გაქვს საშუალება რომ სტაციონარში დატოვო თავისთავად დატოვებ სტაციონარში თუ მუშაობ ამბულატორიულ კლინიკაში მაშინ არც გაქვს სტაციონარი და თავისთავად სახში უშვებ თქვა გავუშვი მოვიდა მეორე დღეს ვნახულობთ შევამოწმეთ თვალი ყველაფერი ადგილზეა ყველაფერი მიფენილია როგორც გააკეთე ოპერაცია როგორც დატოვე უნიშნავ თავისთავად წვეთებს ანუ რაც მკურნალობაა და უშვებთ ერთი კვირით მე რა თქვა ერთ კვირაში მოვა დაურწმუნდებით რომ ყველაფერი კარგად არის უშვებთ თქვა კიდე ერთი კვირით მე მოვა ერთ კვირაში მე უკვე უშვებთ ერთი თვით მე უშვებთ უკვე სამი თვით და ასე შემდეგ თუ სილიკონია სილიკონის დატოვება დიდხანს არ შეიძლება ანუ ესე ვთქვათ სილიკონის დატოვება მაქსიმუმ ყველაზე შორი პერიოდია 6 თვე იმიტომ რომ 6 თვის მერე ძირითად შემთხვევაში დაძველებას იწყებს ანუ ემულგაცია ქვია და რო ძველდება მერე იწევს თვალის წნევის მომატებას იქ ანთებით პროცესებს რაღაცებს და აქედან გამომდინარე სილიკონი ცოტა საშიშია ანუ უნდა იცოდე მისი მართვა და მისი დროული ამოღება თვალიდან გასტრად შეეხება გასნაკლები პრობლემები სილიკონი თუ ამოიღე ექვეში ვთქვათ მერე რა ხდება უბრალოდ ამოიღებ სილიკონს და всё. ამოიღებ და თვალს დატოვებ, ან თვალს ჩაასხავ, ან წყალს, უბრალოდ ჩორ ფიზიოლოგიურ სითხეს, ან დატოვებ ჰაერზე, უბრალოდ ჰაერზე, ოთახის ჰაერზე და მე თვალი თავის დაივსება ისევ იმეთი სითხით. ეგ ვარიანტია. სილიკონის ამოღების ოპერაციის მერე ეგ ხდება. უბრალოდ კარგად უნდა გამორიცხო, ეგ არის პრობლემა. სილიკონის ამოღება ნარჩენი სილიკონის პრობლემაა, თქვა თუ დარჩა სილიკონი, ისის პრობლემაა. მე შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს ანთებას, ისევ წნევის მომატებას, ისევ ამიტომაც სილიკონი ცოტა რთული სახმარია, იმიტომ რომ დრო უნდა იცოდე დროულად ამოღება. რო არ დატოვო. წეღან რაც ახსენე, ვთქვათ, მუშტი მოარტყა ბავშვმა თვალში, ანუ რეალობა რამდენად არის, ანუ ეხლა ვთქვათ, რაღაც რომ მომხდეს
თვალზე ფიზიკურად, იმ მომენტში ყველა შემთხვევაში ეთკინება, მაგრამ მე გივლის ეს ფიზიკური დარტყმა. თუ გამიარა და არაფერი არ არის, უნდა მივიდე მაინც და უნდა შევამოწმო ოფთალმოლოგთან. მე ალბათ ჩვენ ყველა ადამიანს თუ თვალზე რამე ტრავმა მიიღო, ყოველთვის მივიდეს ექიმთან, იმიტომ რომ ხანდახან არის შემთხვევები ისეთი ჩუმი ნახევი შეიძლება დაგემართოს ბადურაზე, საერთოდ არ შეექცეს სისხლი, უბრალოდ გაიხეს, იმიტომ რომ ყველგან ბადურაზე სიზარღვე არ გადის, ანუ თუ ეს ნახევი მოხდა სიზარღვის არეში, მაშინ ძირითადად სისხლი იქცევა, მაგრამ შეიძლება მოხდეს სადღაც ღრმა პერიფერიაზე, ან პატარა ნახევი განვითარდეს, ან პატარა თქვა რაღაც დიალიზი განვითარდეს, ბადურეტინა სხვანაირად გაიხეს და სისხლი საერთოდ არ შეექცეს თვალში. ამიტომ რაღაცა ტრავმას ადამიანი რომ მიიღებს, ფიზიკური ტრავმა, ფიზიკური ტრავმაზე ლაპარაკი, ხო, ფიზიკური. აი მაგიდას მივარტყივ თქვა. მაგიდასაც რომ მიარტყათ ფიზიკური ტრავმაა, ყველაფერი ფიზიკური ტრავმა, ფიზიკური ტრავმა. ანუ ბავშვებში ხო ძალიან ხშირია ახლა მაგიდას მიარტყა თვალი. მაინც მიიყვანო და მაინც ანახავი ეს ბავშვები, იმიტომ რომ შეიძლება არ კონდეს თქვა ბადურის დაზიანება, მაგრამ კონდეს თვალის ქუანაგარსის დაზიანება, რომელიც იყოს რაღაცა ეპითელიუმის დეფექტი, იმას მე ინფექცია შეეჭრას, განუვითარდეს ქოვანის წყლული, მე რაღაცა ჯვარიწერია და 1000 პრობლემა. ამიტომ ყოველთვის არ ნების წინა ნაწილის დაზიანების გარეშე, ანუ თვალით რომ ვერ დავინახოთ ასე ვთქვათ, მივიღე ფიზიკური ტრავმა ვთქვათ. თვალით ვერ ხედავ, ანუ გარედან არაფერი არ მაქვს. შეიძლება იყოს უკანა დაზიანებული, ხო? ზითათ ესეა, წინა ნაწილის საერთოდ დაზიანება არ არის. თუ ვიღაცამ აქცემა და სილურჯი არ დაგჭა, თვალის გარშემო ან რაღაც ისე ძლიერად არ დაარტყი. ზითათ შემთხვევებში ისე მოდიან ხოლმე პაციენტები გარედან საერთოდ არაფერი არ ეთყობათ. თქვა გუში რომ იმ შურიშულმა ფეხი მოარტყას, ფეხი რა უნდა მოგარტყას ბავშვმა, ხო რომ დაგეტყოს ისე და შეიძლება თვალს ჩაიხედო და კატასტროფა ხდებოდეს. ბავშვებში უფრო ხშირია ეგეთი ფიზიკური დაზიანება. არის კიდე სხვა დაავადებები, აი მაგალითად არის მესეთი დაავადება, მოხდა მაყულის ხვრელი მაგალითად, ანუ იმ ცენტრალურ ზონაში, ბადურაზე ცენტრი რაც არის, მაყულა ქვია, მასა ირითი ჩვენ ვხედავთ ყველაზე მკაფიოდ. იქ არის ჩვენი მთელი ეს ფოტორეცეპტორებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც არის ორი ტიპის რეცეპტორები, ეს არის კოლბები და არის ჭხირები. ანუ ეს ჭხირები ყავს პერიფერიაზე, რომელიც გვეხმარება აი ამ ჩვენი, აი აქ რო ხედავთ პერიფერია, რაღაცა ფერები, რაღაცა მოძრაობს, ეგ ცენტრში რასაც ხედავთ, რაც მოუწონს, რაც გვაცვია, რა ფერებია თუ ადამიანია, ასე შემდეგ, იმას ავხმოთ ყოლბის კოლბებით. ის თელი კოლბები არის იმ ცენტრში. ის ცენტრი რო დაგიზიანდება, ის ცენტრის დაზიანება ხდება იმის გამო, რომ აი ისევ წეღარო ყოფოდით მინისებრის სხეული მოშორდა ბადურას, შორდება და არის დამაგრებული ცენტრში. იქ ძალიან კარგი დამაგრება აქ, ანუ მყარი დამაგრება აქ. აიღო და წკაპ და ეს ცენტრიც გაგლიჯა. პაციენტი რას გეუბნება, ანუ მოდი შენთან გეუბნება, რომ ყველაფერს ხედავ, მაგრამ შენ რო გიყურე, არა, მარტო შენი თავი, აი სახეზე ვერ ხცნობ. სახეზე არის ლაკა. გარშემო ყველაფერს ხედავ, ტანზე რა გაცვია, ყველაფერს ხედავ. ანუ ცენტრში რაც არის. ცენტრში ლაკა დასვავ მიკროსკოპზე ჩახედავ და გადავიღებ ტომოგრაფიას და ხედავ, რომ ცენტრში აქვს დიდი ხვრელი. ან პატარა ხვრელი სულ ერთია. ამასაც ჭირდება ოპერაცია, ანუ იმასაც ჭირდება, იმ ხვრელს ჭირდება თავისი ოპერაცია, რომელიც არის ისე ვიტრექტომია, იმ ხვრელის დახურვით. არის კიდე ეგეთ დაავადება ქვია ეპირეტინალური მემბრანა, რომელიც არის ესე ვთქვათ, ანუ რაღაცა ასაკობრივი ცვლილებები, რომელიც მიდის თვითონ ბადურაში, იმ უჯრედების დალექვა ხდება, ესე ვთქვათ, ანუ და გლიოზი ხდება ბადურის ზედაპირზე, ან ვთქვათ ბადურაზე სადღაც არის ისე ხვრელი ნახევისა და საიდანაც ხდება ამ უჯრედების მიგრაცია ბადურის ზედაპირზე და ხდება აი ამ მემბრანის ჩამოყალიბება. მოკლედ ეს მემბრანა ასაკეთის მემბრანა არის თავიდან შეიძლება იყოს ერთი უწყინარი ხაზი, რომელიც არაფერს არ აფუჭებს, მერე ნელ-ნელა დაიჭმუჭნება, მერე კიდე უფრო დაიჭმუჭნება, ჭმუჭნის ამ თავისთავთან ერთად კეცავს ბადურასაც და პაციენტს ნელ-ნელა ერთ დღეს პაციენტმა აღმოაჩინა, რომ რო უყურებს რაღაც, აი შევიდა აბაზანაში და კაფელია ხო კედელზე. შეხედა ამ კაფელს და ხედავს, რომ აი ეს ხაზები ხო არის და დაბრეცილია სულ რა, სწორი ხაზები აღარ არის. ანუ არეულია. ანუ ეს ძალიან კაი სადიაგნოსტიკო მეთოდია. მე ჩემ პროფესორმა მასწავლა, ჩვენ არსებობს ანუ ზოგადად აკადემიურად ამას ქვია ამსლერის ცხრილი, ასეთი ამსლერ გრიდ ესე ქვია ინგლისურად, ყველა შეუძლია ამობეჭდოს ინტერნეტიდან, არის ცხრილივით, მაგრამ პროფესორი მეუბნებოდა იმ დროს, რომ ბატონ მერაბი რო არ იყოს ეს ამსლერის გრიდი, ანუ შენ შეგიძლია დააკვირდე კაფელს აბაზანაში, თუ იცით კაფელი ხო ესეთი კუბებიანი ხო არის და იმას შეხედო და იმის მიხედვით კაფელზე ხო რამდენი სწორად არის. ხო, თუ ხედავ, რომ ცალ-ცალი თვალით, ერთი თვალი ესე, ერთი თვალი ესე, თუ ხედავ, რომ ეს კაფელი უკვე დაბრეცილია, ესე იგი შენ რაღაცა პრობლემა გაქვს აი იმ ცენტრალურ ნაწილში. ეს შეიძლება იყოს ისევ მაყულის ხვრელი, შეიძლება იყოს ეს ასაკობრივი მაყულის დეგენერაცია, თუ დიაბეტი თუ გაქვს, დიაბეტისგან მაყულის შეშუპება, თუ თრომბოზი გაქვს, თუ წნევები გაქვს, მაღალი შეიძლება აი ცენტრი დაგეთრომბა და ვენები დაგეთრომბა და იმისგან ვერ ხედავ, ანუ ბევრი დაავადება აქვს დაახლოებით ერთნაირი სიმპტომები, ამიტომ თვალისას ხო ძირთად ეგენია. რასაც უშევ პაციენტებს არის, თუ დაინახე, გაგიჩნდა შავი წერტილები, არ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. არ ქონდა შავი წერტილები და გაგიჩნდა.
ანუ ეს შავი წერტილები შეიძლება იყოს ერთი არის წყინარი, მეორე შეიძლება იყოს ჯვარიწერია ბადურის ნახევი და მესამე შეიძლება იყოს ბადურის ანთება. ანუ ეს არის უეიტები, ანუ უეიტი კიდე ცალკე ცნება არის თვალის ანთებითი დაავადებები, რომელიც არის წინა, უკანა და საშუალო უეიტი, ან პანუ უეიტი, რომელიც არის მთლიანი თვალის ანთება. ეს უეიტები ძალიან ვერაგი დაავადება, ეს ცალკე ნაწილი ეს არის გამოწვეული ან ინფექციური დაავადებებით, როგორიც არის მაგალითად ტუბერკულოზი, სიფილისი, ტოქსოპლაზმოზი, ტოქსოკარიაზი, რა ვიცი, მილიონი დაავადება, რაც ინფექციური დაავადებებია, მათ შორის არის ტკიპის ნაკბენი, რომელიც არის ეს ლაიმის დაავადება, არის იქ კატის ნაკაწრის დაავადება, ძალიან საინტერესო დაავადება, ვისაც კატა ყავს და კატამ დაკაწრა, წარმოგვიდგინე კატა მოკაწრა და თვალს შემართება ისეთი დაავადება, რომ ვეღარ ხედავს. ანუ კატა ინფიცირებს იმდენად სისხლს, რომ თვალში ვრცელდება ის ინფექცია და თვალში ხდება თვალის დაავადება. იცი რა მითხარი, აი რაღაც რთული кейსი, ანუ სადიაგნოსტიკოდ რამე თუ გახსენდება ეხლა, იმიტომ რომ ყველაზე აი მაგას მან მივედი ზუსტად, ანუ სადიაგნოსტიკოდ ჩვენთვის ბადურის ჩამოცვლა და ეს სხვა დაავადებები არის ძალიან ბანალური უკვე, ეს თქვა მოგბეს და ან მარტივია და ვიცით რომ მოვა პაციენტი ჩავიხედებით უკვე და ზეპირად ვიცით სად იქნება ხრელი, ნახევი, ის კი არა, ის ვიცით უკვე სიზმარში ვნახულობთ ოპერაციას როგორ გავუკეთებთ, ანუ დაახლოებით ბევრი რო გვაქვს ნანახი და ბევრი გაკეთებული, მაგრამ აი ეს დარგი უეიტები, რომელიც ასევე ბადურის სპეციალისტის მე კონკრეტულად რო სწავლობდი, ცალკე მაქვს გავლილი უვეას დეპარტამენტი, ანუ უეიტების დეპარტამენტში ცალკე ვსწავლობდი და ძალიან ყველაზე საინტერესო დარგია რა, ეს არის დარგი, რომელსაც შენ იცოდე მთელი ორგანიზმის დაავადებები, რომელიც იწვევენ თვალში რაღაცას და შენთან პაციენტი მოდის, არის ძალიან საინტერესო, წარმოიდგინე რაღაცა კონკრეტული ისა გამოვლინება აქ რა ყველა რაღაცას, აი მაგალითად ტუბერკულოზის თვალი სხვანაირად გამოიყურება, სარკოიდოზის თვალი სხვანაირად გამოიყურება, მერე იქ სიფილისის თვალს თავისი რაღაც პრინციპები აქვს და სხვანაირად გამოიყურება. ანუ ყველა დაავადებას, მაგრამ ამას მაინც შენ ესე თქვა გამოცნობით აკეთებდა, რომ გაიგოს სწორი დიაგნოზი, ცივილიზებულ სამყაროში ხდება ესე, რომ თვითონ თვალის სითხის აღება ხდება, ანუ თვალის წინა საკინა ხდება, ACTP ქვია, ანუ წინა საკინა სითხეს იღებენ, იმას მერე უშვებენ PCR-ზე, ანუ პოლიმერაზას ჯაჭვური რეაქცია რო არის, ხდება ამის დადგენა, რა გამომწვევი იყო, იქ აიღებენ მაგალითად ტუბერკულოზი, სიფილისი, ამას და მეორე მესამე დღეს იქნება პასუხი ზუსტად რომელი დაავადებაა და ჩვენთან უბრალოდ ეს PCR-ი ძალიან რთული ტექნოლოგია საქართველოში, ძალიან ძვირის და აქედან გამომდინარე პაციენტებს ძირითადად არ აუთხო შესაძლებლობა, რომ ეს მეორე ერთი კლინიკებსაც არა ყველა პანელი, აი მაგალითად ყველა პანელი აჩენინა რომ გააგზავნო, შეიძლება ინფექციურ სამოწყობოს არ ქონდეს ყველა პანელი. მეორე ერთი იმდენად ძვირი ყის, რომ პაციენტი ვერ იკეთებს. ამიტომ ჩვენთან ძირითადად ჩვენ ვაგზავნით სისხლის ანალიზებზე, ანუ ვაგზავნით საერთო ლაბორატორიაში, სადაც აუღებენ იგივე ტუბერკულოზს, სხვადასხვანაირი ტექნოლოგიით, რა მაგალითად იქ არსებობს სხვადასხვანაირი სწრაფი ტესტი, არ გვინდა რაღაცა კვანტიფერონ გოლდი ნახო, იქ რაღაცა ეს ნახოს, იქ ვიდიარელი, იქ ისე, ანუ დეტალები არსებობს, ეს უკვე ჩვენ ვიცით როგორ გვინდა გავაკეთებინოთ ეს კონკრეტული ინფექციური დაავადებები, პირველ ყოველთვის ინფექციებს ვაკეთებთ, ანუ ჯერ ინფექციებს და თუ ინფექცია არ ამოვიდა, მერე ვეძებთ უკვე მაგალითად მოვიდა პაციენტი თვალის ანთება აქვს, ორივე თვალი წითელი, იქ ვნახეთ რომ ქოანაზი აქვს ეს გამონაყარივით, რასაც პრეციპიტატები ქვია, მერე ვნახეთ რომ მინისებრს ხელში აქვს უჯრედები, უჯრედები დაცურავს, ეს პაციენტი გეუბნება რომ ძალიან ბევრი შავი წერტილები გამიშთა და მხედველობა რო ქონა 100% ჩამოვიდა აი ამაზე, აი ან ხელს ხედავს, ან დაფაზე ხედავს მაქსიმუმ ერთ ორგოლს. და ორი კვირის წინ ხედავდა 100%. წარმოიდგინე როგორი ამ ადამიანისთვის ხო? ძალიან რთულია და არ იცის თან მოდის შენთან, შენ შეშინებული უყურებ, ეუნები რომ იცი, არც მე არ ვიცი. ეუნები რომ თან ხერას ეუნები რომ 40% ამ დაავადების მიზეზი არ ვიცით. არავინ, არც მე, არც ჩემ მასწავლებელმა და არც არავინ. რომ რა იქნება? თვალის დაავადებები. 60% ვიცით აი ამ კონკრეტულად აი ამ უეიტებში 60% ვიცით რომ იქნება ვთქვათ ან ინფექცია ან სისტემური დაავადება, მაგრამ არის კიდე 40%, რომელიც ვაფშე ვერ გავიგებთ, საერთოდ ვერ გავიგებთ, ანუ ვერას ვერ გავიგებთ რამ გამოიწვია. ესე ვთქვათ ბრმად უნდა უმკურნალოთ. მაგიტო ეს სფერო ყველა საინტერესოა და საინტერესო შემთხვევები არის ხოლმე ძალიან ხშირად არის ყველაზე საინტერესო ალბათ ინფექციური დაავადებები მაინც, იმიტომ რომ ინფექციური დაავადება ადამიანს შეიძლება გადაარჩინო, მე მაგალითად პაციენტები მყოლია თვალში ჩახედვით დაგვისვავს მაგალითად სიფილისის დიაგნოზი, რომელიც ადამიანმა საერთოდ არ იცოდა რომ სიფილისი აქვს და სიფილისი ისეთი საზღარი დაავადება მომაკვდინებელია ნეიროსიფილისით დაგემართა. სხვა შორის თვალის სიფილისი, თვალში სიფილისი ხდება, ის უკვე ნეიროსიფილისში გადის, ესე ვთქვათ, რომ თვალი ხო ნერვული სისტემის ნაწილია, კი? თვალი არის ნერვული სისტემის ზედაპირი, ესე ვთქვათ რა. დღეს უკვე იმ დონეზე მივიდა
ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია, ნეიროდეგენერაციული დაავადებების დიაგნოსტირება თვალიდან ხდება. ან თვალში ჩვენ რომ ვნახულობთ ნერვის ატროფიას, რაღაც კონკრეტულ ფათერნებს, ხო, თვალში დადრუის დაზიანების, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ნეირომიელიტის ოპტიკა არის, თუ გაფანტული სკლეროზია, თუ რაღაცა სხვა დაავადებები, რომელიც ვთქვათ, ესე ვთქვათ, თავის ტვინში ხდება, იქ ვთქვათ, კომპრესია, სად არის დაახლოებით გამოვიცნოთ, ანუ სად არის დაზიანება, ვთქვათ, ეს არის რომელ ზონაშია დაზიანება თავის ტვინში, ისე რომ მაგნიტურეზონანსული კვლევა პატენტზე გაკეთებული არ ქონდეს. ანუ ეგეც არის და ძალიან საინტერესო დარგი არის, ეხლა საუბარმა მოიტანა ნეიროოფთალმოლოგია, რომელიც ასევე საქართველოში ძალიან ნაკლებად განვითარებულია, ეთიძე ჩამოსათვლელი სპეციალისტები ყავს და ზოგადად ვისაც ნევროლოგია უყვარს ის შეყვარებულია ნეიროოფთალმოლოგია, ნეიროქირურგია, ეხლა რეალობაში ნეიროქირურგია აკეთებს თუ ოფთალმოლოგი? გააჩნია თუ არის სიმსივნე თავის ტვინში ის მე საბოლოო პროდუქტი უნდა მოაშოროს ნეიროქირურგმა, მაგრამ შეიძლება თვალიდან გამომდინარე დიაგნოზი დასვა. ან პაციენტი შეიძლება მოგივიდეს, მაგალითად კონდეს რაღაც ცალთვალში ნერვის შეშუპება და შენ უთხრა ამ პაციენტს რომ მე ვეჭოფ რომ შენ გაქვს ეს ნერვის შეშუპება, ან თქვათ აი ამ და ამ ინფექციები რაღაცები ისევ ეს ნაწილი, ან თქვათ შეიძლება ქონდეს კომპრესია, გაუშვი ეს პაციენტი კომპრესიაში ზეწოლას, გაუშვი ეს პაციენტი მაგნიტურეზონანსულ კვლევაზე, არ აგზავნე ნევროლოგთან, ჯერ შენ აგზავნე მაგნიტურეზონანსულ კვლევაზე და ის რომ მოგიბრუნდება პასუხით, შენ მქონდეს იმხელა კომპეტენცია, იმხელა ცოდნა, რომ იმას ხვდებოდე დაახლოებით, ანუ რა დაზიანებაზე ლაპარაკი და რა დაავადებაზე. შენ როცა უკვე მიხვდები, რომ ეს დაავადება არის ნევროლოგიური და მე ამას ვერ გავუკავდები, მაშინ გავუგზავნო თავისთავად უკვე ნევროლოგს და თავისთავად თუ რამე ნებისმიერი ნევროლოგიურ დაავადებაზე გაქვს ეჭვი, თავისთავად გვერდჩვენა და გედგეს აუცილებლად ნევროლოგი, რომ იმასთან ერთად მარტო იმიტომ ძალიან რთულია ჩვენ მარტო უმკურნალოთ. კი, სიმპტომურად თან ძალიან ახლოს არის რა. იგივე აი ეს უეიტები ძირითადად არის ორი სპეციალისტი გჭირდება გვერდზე უნდა ყავდეს ინფექციონისტი, ძალიან კვალიფიციური და უნდა ყავდეს გვერდზე ძალიან კვალიფიციური რევმატოლოგი. იმიტომ რომ რევმატიული დაავადებები, რომელიც არის მაგალითად იქ არის ესეთი HLA-B27 სპექტრის დაავადებები, რომელიც არის სხვადასხვა მაგალითად მანკილირებელი სპონდილიტი, რეიტერის დაავადება, რაღაც სხვადასხვა დაავადებები, რომელიც არის სისტემური დაავადებები, იქ არის მგლურა, ხო გაგია სისტემური მგლურა, არის იქ იგივე ის სარკოიდოზი, იგივე ბეჰჭეტის დაავადება, რომელიც ძალიან საინტერესო დაავადებაა. ანუ ეს ყველაფერი არის რევმატოლოგების ნაწილი. მაგრამ ჩვენ შეიძლება თვალით დავსვათ ეგ დიაგნოზი, წარმოიდგინეთ თვალში პაციენტი მოვიდეს და უთხრათ, რომ იცი რა შენ გაქვს ბეჰჭეტის დაავადება. და წადი ახლა და ამას ჩვენ და ბეჰჭეტს არ აქვს რამე სპეციფიური ესე თქვა ანტიგენი რაღაცა რომ იცოდე რომ შენ ანალიზი გაუკეთო რომ კონკრეტულად ეს არის რაღაცა ერთი ესეთი არ არსებობს. ეს არის სუბტაკლინიკური დიაგნოზი. უნდა იცოდე რომ იმას შეიძლება ქონდეს პირში აფთოზური წყულები, შეიძლება ტანზე ქონდეს წყულები, კითხო ის პაციენტი შენ არ მოგიყვება იმას რომ იცი რა იმას სტომატიტი გონია ეს. პირში რო აქვს. სულ არ გეტყვის. შენ თუ არ გააღებინე პირი ენის ქვეშ არ ნახე, არ გახადე ტანსაცმელი, არ დაათვალიერე, არ შეხედე, აბა ეს მაჩვენე, აბა ის მაჩვენე. ყველაფერი უნდა კითხო, მივხვდი, ანუ იმდენად დეტალურად უნდა იცოდე ზოგადი მედიცინა, არა მარტო ოფთალმოლოგია. მაშინ ხარ უე სპეციალისტი, თორე ისე ვერ იქნები. ანუ მარტო თვალის უე სპეციალისტი არ არსებობს. ნევროლოგია თუ არ იცი, ნეიროოფთალმოლოგი ვერ იქნები. ეს არის ურთულესი დარგი, აი მე ხო ამასთან მქონია შეხება, მე არც დავიბრალებ და არც მაქვს მაგის ამბიცია, ეს არის აი გეუბნებით ერთეული ადამიანების დარგია, ვინც იცის კონკრეტულად ეს ნეიროოფთალმოლოგია, იმდენად რთული და იმდენად ძალიან დეტალურად სასწავლი და ძალიან დეტალურად გასაანალიზებელი დარგია. ძალიან საინტერესოდ საუბრობ, მეც უკვე რაღაცა წარმოვიდგინე, რომ ოპერაციაზე ძალიან საინტერესოდ ხსნითა. ჩამოთვალეთ ასაკთან დაკავშირებული 50+ რო რისკი არის უფრო მაღალი, არის გენეტიკური ფაქტორები და არსებობს გენეტიკური ბადურის დაზიანებები, მაგრამ ალბათ არის ესეთი გამონაკლისი შემთხვევებიც, რომ რაღაცა კონკრეტულთან ვერ აკავშირებ, მაგრამ არის სახეზე დაზიანება. აი, რა არც ტრამვა არ არის. თუ არსებობს რეალობაში ესეთი შემთხვევები, რამდენად ხშირია და მაინც თუ არის რაიმეზე ეჭვი, აი ამ ფაქტორების გარდა რაც არის ძირითადი, რა შეიძლება იწვევდეს ამას? აი რაც ულაპარაკეთ. ანუ თუ არ არის ასაკში ადამიანი და არ არის ახალშობილი, აი შუა ასაკში ხვდები, ანუ ბადურებზე არის რაღაც კერა. ხო, ნუ შეიძლება არ არის დეგენერაცია, მაგრამ რაღაცა დაზიანებაა ბადურის. ნახეთ, აი ჩვენ რო განსაზღვროთ ბადურის თუნდაც აი რაც თქვას ლაპარაკი მომიტანა ესე დეგენერაცია, ხო? ანუ ის დეგენერაციებიც რაც არის ბადურის, ხო? ანუ რატო უნდა ნახულობდეს ბადურის სპეციალისტი და არა ყველა ესე თქვა ყველა გამვლელი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ვის სჭირდება იმ დეგენერაციებს კურნალობა და ვის არ ჭირდება. აი ბადურის კათხე შეიძლება გაგონილო გაუკეთეს ლაზერი, გაუკეთეს გამაგრება, ხო გაგია? ანუ აი ეს გამაგრება რეალურად ისე რამდენი პროცენტს ეჭიროება? 5-ს. 95-ს არ ესეჭიროება. და ჩვენთან საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სოფლიოში სწორად უნდა განისაზღვროს ვის სჭირდება და ვის არ. გახდება
და ჰიპერდიაგნოსტიკის გამო მე ხდება თავისთავად ჰიპერმკურნალობა. ანუ რეალურად ის 5% დაავადებების არის მარტო თქვათ მაკულისა იყო ბადურის ნახევები, რომელიც მეკითხარი და ეს ხვრელები, რომელსაც აქვს რისკი იმის რომ ბადურა ჩამოცალოს, ეს არის ის თვალები, მაგალითად პაციენტი შენ იცი რომ მარცხენა თვალზე უკვე ბადურა ჩამოეცალა და გაუკეთეს ერთხელ ოპერაცია. ან მარცხენა თვალზე თქვა დიდი ნახევი ქონდა და დამაგრებული აქვს. მოვიდა მარჯვენა თვალზეც ნახულობ, ხო? არ არის თქვა. ხო, მაგას გეტყვი. ეგ რისკ ჯგუფია. ეს უკვე რისკ ჯგუფია. თუ რისკ ჯგუფი არ არის, აი მოწმენდილ ცალზე მოვიდა პაციენტი და ჩახედე თვალში და ორივე თვალში აქვს თქვენ ენაზე როგორც თქვა ბადურის დეგენერაცია, ხო? უნდა იცოდე ეს დეგენერაცია რომელია? ეს არის თქვა ლოკოკინის ნაკვალევი, ეს არის თქვა რაღაცა თოვლის ფიფკის პანტელი, ეს არის თქვა ცხავისებრი დეგენერაცია, ეს არის თქვა ქვაფენილის ტიპის დეგენერაცია, თუ რომელი დეგენერაცია მიხვდი, ანუ იქიდან გამომდინარე განსაზღვრავთ ჩვენ ვის ესაჭიროება გამაგრება, ვის არ ესაჭარო არსებობს კეთილთვისებიანი ესე ქვია, ანუ კეთილად განწყობილი ჩვენ და დეგენერაციები, რომელსაც ჩახედავ, ხელს დაუქნევ და ეტყვი რომ всё, ჩვენ წადი სახში და კონტროლზე ერთხელ იარე ხოლმე უბრალოდ თუ გაგიშტა სიმპტომები და აი ეგ არის ზუსტად. ანუ რა არის სიმპტომები? რა არის დეგენერაციიდან გამომდინარე სიმპტომები? არის ნათებები, რომელსაც პაციენტი ხშირად იძახის, რომ აი იცი რა არის ესე თეთრი ნათურა დამდის აი ესე რკალად გარშემო. ეგ რო უჩნდება პაციენტს ეს რკალები ნათებები რო აქვს და შენ რო იცი რომ იგივე იმ პაციენტს უკვე დეგენერაცია აქვს, ხო? ის უკვე შენთან რაღაცა რისკის რადარზე ხდება. ისევ მოდის ისევ ნახულობ თუ არაფერი არ ხდება საშიში ისევ ჩახედე, ეუბნები რომ არა, ეს უბრალოდ მინისებრის სხეულმა დაიწყო ბადურასგან მოშორება, გაძლევს ამ ნათებებს, მაგრამ შენ დეგენერაცია ისევ ისე არის, ისევ ჩვენ მეგობარია, ისევ ვაკვირდებით, მაგრამ არის მეორე ტიპის ესენი დეგენერაციები, რომელსაც აქვს შიგნით ხვრელები, თვითონ ნახევიც აქვს და გათხელება, მაგალითად, ან რაღაცა ისეთი კლასიფიკაცია აქვს, რომელსაც უკვე ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ამას განწყობა აქვს იმისი, რომ პაციენტს დაემართება, აქედან შეიძლება დაემართოს თუნდაც, როცა იცი რომ 1% მეც არსებობს შანსი 2% რომ ამას ჩამოესალოს ბადურა, უკვე შენ შიში გაქვს თავისთავად და აკეთებ რომ გაამაგრო. აი მაგასთან დაკავშირებით მაინტერესებს შენი აზრი როგორ არის, ვთქვათ, რაც თქვი წეგან კეთილთვისებიანია, არ ვუკეთებთ არაფერს მშვიდობებით, მაგრამ თუ ასეთ ადამიანს ვთქვათ, რადგან მაღალია პროცენტულობა რომ ხშირად უკეთებენ მაინც ლაზერს, გაიკეთა ლაზერი, ეს რამე რისკის ქვეშ აყენებს მერე? იცი რა, ლაზერი არის რა, ხო ლაზერი არის ჯამთელი ქსოვილის დაზიანება. ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ პაციენტი მოვიდა, აქვს გათხელება, რომელსაც არ აქვს რისკი რომ ბადურა საერთოდ ჩამოეცალოს, ან აქვს რაღაც 0.00 რაღაც პროცენტი შეიძლება და ანუ ამ პაციენტს შენ უკეთებ ლაზერს, ხო? ლაზერით აიღე მოწვი, ხო? ის მის ჯამთელი ქსოვილი, ეს ნიშნავს რომ შენ მის თვალში შენი ხელოვნურად იწვევ პივიარს. პივიარი არის პროლიფერაციული ვიტროეტინოპათია, რომელიც არის ანუ ანთებითი პროცესი, რომელსაც შენ იმ მედიატორებს თვალში რაც გამოიყოფა ის ციტოკინები, ინტერლეიკინები, რაღაცები რაც არის ანთების მედიატორები, ცალით აჩენ. ანუ შენ გააჩინე თვალში. რო გააჩინე რა მოხდება, ხო? ამ პაციენტს შეიძლება დაემართოს იგივე ისევ ანთებითი პროცესი დაემართოს პერიეტინალურ მემბრანის ფორმაცია და რისკის ქვეშ ვაყენებთ რეალურად ეგრე გამოდის. ან ჯობია რომ დავაკვირდეთ. არ ჭირდება და უკეთებთ, მაგრამ ნახე მეორე ნაწილი რა არის. მეორე ნაწილი არის რომ პაციენტი მოდის უკვე შეშინებული. აი მაგალითად ნახა სადღაც ჩვენმა კოლეგამ იმან უთხრა რომ არ ჭირდება ეუნება რომ თუ არ გაიკეთე ხვალ დაბრუნავდები. და მოდის აკანკალებული გეუნება რომ გეხვეწები ბატონო შავლა მითხარი აბა და ხვალ დაბრუნავდები თუ არ დაბრუნავდები და შენ რო ეუნები რომ იცი რა ჩვენ ძალიან რთულია მე არაზუსტ არ მithkomს და ვერც ვეტყვი რომ რაღაცა ჩემ კოლეგაზე ვერ ვიტყვი რა ჩვენი კოლეგიალობის ჩვენ ექიმებსო და სხვანაირი ურთიერთობა გვერდმანეთში ამიტომ აქედან გამომდინარე მე უნდა ვთქვა ისე რომ არც არავის არაფერი არ ვაწყენინო და თან ჩემთვის თავარი პაციენტის ჯანმრთელობაა ხო აქედან გამომდინარე პაციენტს ვეუბნებით რომ იცი რა ეს იმის მოსაზრებაა იმის აზრია ის ესე თulis საჭიროდ შენ თუ ჩემი აზრი გაინტერესებს ხო მე გეტყვი რომ მოდი დავაკვირდეთ აგერ ჩემთან იარე მე ავიღე პასუხისგებლობას მე ვიქნები პასუხისგებელი იმაზე რომ შენ ხვალ არაფერი არ დაგემართება არც ერთ კვირაში არ დაგემართება არც ერთ თვეში არ დაგემართება მე ვეტყვი იმას ისე რომ ესე კი არ ვეტყვი არიდებით ვეტყვი პასუხისგებლობით რომ მე თუ არ პასუხისგებელი თუ არ ვიცი საერთოდ არ ვეტყვი ხო ვეტყვი რომ ეს მე არ ვიცი არ მეხება წადი თქვათ ვინც იცის ხო იმასთან გავაგზავნე კი ეგრეა მოდი ორსულების თემას რა შევეხოთ ხო ძალიან გავრცელებულია ეგეთი წარმოდგენა რომ თუ სათვალე უკეთია ადამიანს რომელიც ორსულად არის და მშობიარობის დროს ეს არის ხოლმე ჩვენება აუცილებლად რომ საკეისრო გაიკეთოს. აი, რეალობაში როგორ არის თუ მოდიან ოფთალმოლოგთან, უნდა თქვას ოფთალმოლოგმა არის საკეისრო ჩვენება თუ არ არის. აი ესე ჩვენ მე რო გავია რეზიდენტურა, აქ საქართველოს სწავლობდი და ჩვენთან რეზიდენტურაში მთელი ჩემი რეზიდენტურის მანძილზე ჩემი ხელმძღვანელი ვინც იყვნენ იმათგანაც ვიცოდი რომ ესე ვთქვათ პაციენტი რო ვისაც აქვს ეს ახლომხედველობა
უკვე რისკი არა, ესე ვთქვათ, რომ იმას ჭირდება უკვე ვთქვათ რაღაცა ყოველ შემთხვევაში განსხვავებული მიდგომა, რაღაც შეიძლება დაჭირდეს საკეისრო, ან აუცილებლად დაჭირდება საკეისრო კვეთა და ასე შემდეგ. მე მომიწია უცხოეთში სწავლა, ჯერ ინდოეთში ვსწავლობდი, აზიაში საუკეთესო კლინიკაში ერთ-ერთში და ამის მერე კიდე გერმანიაში ვსწავლობდი. ანუ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, სადაც ჩემ ხელმძღვანელს, ჩემ პროფესორს, ესე ვთქვათ, უბრალოდ კითხე ლაპარაკმა მოიტანა და მე ვუთხარი თქვენთანაც მეთქი ეს გერმანიაში მშობიაროების ამბავი როგორ არის. რაზე მეკითხებიო და მე ვუთხარი აი ამ საკეისრო კვეთა მინუსი რო აქვს, ჭირდება, არ ჭირდება. იმ კაცს მე ისე გადაიხარხარა, მითხრა რომ ეგ პრობლემაო ჩვენთან იდგა 30-40 წლის წინო. როცა იყო ამაზე ფიქრიო, მაგრამ არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობსო, რომ ადამიანს თუ აქვს მინუსი, ის თუ იმშობიარებს ბუნებრივი მშობიარობით რამე შეეცვლება, ან მინუსი გაეზდება, ან მინუსი დაუპატარავდება, ან თქვა ბადურა ჩამოეცლება. ამის მტკიცებულებაო, ესე ვთქვათ, არ არსებობს. არსებობს სამეცნიერო კვლევები, სადაც ამ პაციენტებს რაღაც ნაწილს დააკვირდნენ და ნახეს, რომ ესე ვთქვათ, აი იმ ბადურაზე არსებულ ვთქვათ, გათხელებებს თუნდაც გათხელებაც კი რო კონდეს, აი გათხელება, რომელიც არის ბადურაზე გათხელებული კერა, ისიც კი არ არის საშიში, ესე ვთქვათ, იმის რომ პაციენტმა იმშობიაროს ბუნებრივი მშობიარობად, კი, თუნდაც რომ -20 კონდეს. უბრალოდ საინტერესოა, იმიტომ რომ თვითონ მშობიარობას და მშობიარობის პროცესი არანაირ კავშირში არა ვერ დააკავშირეს ყოველ შემთხვევაში იმასთან, რომ პაციენტ შეიძლება ჩამოეცალოს ბადურა. ერთადერთი, ვისაც ჭირდება, ვისაც გაუშვებდი მე რომ მკითხო შაკოს, ვინ წავიდეს საკეისრო კვეთაზე, ეს არის პაციენტი, რომელსაც აი ახლა ამ წამს უკვე ბადური ჩამოცლა, კორსულად არის და ბადურა ჩამოეცალა, ან აქვს წეგარო თქვით, აი ეს დიდი ზომის ნახევი, რომელსაც რისკი აქვს იმისი, რომ სითხე შევიდეს და ბადურა ჩამოეცალოს, ან თუ აქვს აი ის რო ვიძახდით მემბრანები რაღაც სიზარღვები გაზრდილი უკვე ბადურაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო ახლო მხედველობა იქნება თუ რაღაც სხვა დაავადებები, იმიტომ რომ იმ მემბრანას აქვს რისკი, რომ ჭინთვის დროს მაღალი წნევა, ზოგადად არტერიული წნევა მაგდოს იწევს და გასკდეს და სისხლი ჩაიყვანოს და პაციენტმა ხედველობა დაკარგოს. ამიტომ მაგას გაუშვებდით და არის კიდე რამოდენიმე ძალიან იშვიათი დაავადებები, მაგალითად ცენტრალური სეროზული ქორიოტინოპათია, რომელიც ძალიან იშვიათად ემართება ქალებს, ძირითადად კაცების დაავადება, ახალგაზრდა კაცების, მაგრამ ქალებს ჰორმონალური დისბალანსის დროს აი პირველ ტრიმესტრში, მეორე ტრიმესტრში აქვთ ხოლმე და სითხე დგება ბადურაში, ესე ვთქვათ, თვითონ სითხე ჩაგუბდება, ეს სითხე მერე თავის იწოვება. მაგრამ ხედველობაზე გავლენა აქვს და იმ პაციენტთვის თუ უკვე სითხე აქვს, შენ იმითი რომ კიდე ეს არის ამას განაპირობებს სტრეს ჰორმონი, რომელიც არის კორტიზოლი. შენ ახლა გოგოს რომ ამშობიარებ ბუნებრივად, იმის სტრესი ხო იცი როგორია, ხო? ანუ რამდენად საშიშია ხო მშობიარობა, რაღაც უკვე იქ რო შედიხარ, მე ჩემი მეუღლეს მშობიარობას ორვეჯერ დავესწარი და მე ისე ვინერვიული რომ ჩემს საერთოდ ნერვიულია და თან მამა გინეკოლოგი მყავდა, წამყვანი სპეციალისტი საქართველოში, მაგრამ იმდენად საშიშია ამისი უკვე იქ შენ ოჯახის წევრზე ყურება, მე მივხვდი რომ ამხელა რაღაც ყოფილა გინეკოლოგობა და რა ყოფილა თქვათ ჩემი პროფესია, რამხელა სხვაობა ყოფილა ადრენალინში, ესე ვთქვათ, რა ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან რთული დარგია და ჩვენი ესე ვთქვათ რევერანსი იმ ექიმებს, ვინც ამ დარგში მუშაობს. კი, ანუ მაინც რომ აუღნიშნოთ, ცალსახად ამბობ, რომ არ არის ესე პირდაპირ კავშირში გარდა იმ შემთხვევებისა, რაც ჩამოვთვალეთ. ნახე, პაციენტი ვინმე გააგზავნოს, ესეთ კითხვები დავსვათ, ვინ გააგზავნოს გინეკოლოგმა, ესე ვთქვათ, თვალისწინიდან, ხო? ხო, მაგას ვიძახი, ანუ ვინ გააგზავნოს, ანუ ვთქვათ, ხო, ანუ ეს არის მაგალითად ის პაციენტები, ვინც გინეკოლოგს უთხრა, რომ მე გაკეთებული მაქვს მაგალითად რაღაც თვალის ოპერაცია, მაგალითად თვალში მაქვს ფაკიური ლინზა ჩასმული, ან გავიკეთე ლაზერული კორექცია, რომელიც ჩვენთან ძალიან ხშირად კეთდება, ხო, ჩვენი კლინიკა წამყვანია ამ დარგში და რა ვიცი, კვირაში არ გავა 40 თვალის ოპერაცია რო გაკეთდეს, ანუ 50000 პაციენტს გადავწვით, ვისაც გაკეთებული ლაზერული კორექცია ჩვენებაა. რომ მივიდეს. არა, რომ მივიდეს, ხო? არა, თუნდაც რომ მივიდეს, რატო? იმიტომ რომ გინეკოლოგმა არის ლაზერული კორექცია რა არის და რო უთხრა აი პაციენტო, ახლა გინეკოლოგი დაიბნა და ფიქრობს რამე არ დაუზიანდეს ამ ადამიანს და მოვაჩვენთა, ხო? ჩვენ აღავთ ვეტყვით, დავამშვიდებთ ამ ახალგაზრდას, ვეტყვით რომ გოგონა ყველაფერი მშვიდად არის, შენი უკვე ის ყველაფერი შეხორცებულია, ყველაფერი ლამაზად არის, არანაირი პრობლემა არ გექნება. მოვეფერებით, დავამშვიდებთ, გაუშვებთ იმ მშობიარებს, მოვაბედნიერ კიდე 10 მადლობას გეტყვის. ანუ იგივე ხდება სხვადასხვა რაღაცებში. ხო გითხრა რამოდენიმე გამონაკლისი არსებობს. რაც ჩამოვთვალეთ. თუმცა ეგ რთულია რომ გინეკოლოგმა განსაზღვროს, ეხა იქ ბადურაზე რა მდგომარეობა. განსაზღვროს და აქედან გამოდან აგზავნენ, მაგრამ აი ის მომენტი რომ მარტო იმის გამო რომ გოგონა მოვიდა რომ სათვალე უკეთია და აუცილებლად გაუკეთოთ საკეისრო არ არის. არის ორი გინეკოლოგების ტიპი არსებობს. გინეკოლოგები, რომლებიც აგზავნიან კეთილსინდისიერად იმის გამო, რომ შენი აზრი მოისმინონ და არსებობს მეორე ტიპის გინეკოლოგები, რომელიც პირდაპირ ეუბნება იმ გოგონას, რომ შენ თუ არ გაიკეთე საკეისრო კვეთა, დაბრმავდები. ანუ და მოდი გინეკოლოგმა მაგაზე პასუხისმგებლობა აქვს. ამიწერე საკეისრო მე გინეკოლოგმა მითხრა რომ დაბრმავდები და ჩვენ მე გვიწევს იმის ახსნა და მოკლედ 1000 ბიუროკრატიული პრობლემა იქნება, ამიტომ
მე ჩემ კოლეგებს ვთხოვ აგერ თქვენი სტუდიით ეთერით ვისარგებლებ რომ ესე ნუ ეტყვიან პაციენტებს კი ბატონო შეიძლება სხვანაირად უთხრა რომ გადაამოწმე მიდი თვალის ექიმთან მაგრამ ესე რომ მოთხოვო თვალის ექიმს რომ არიქა აუცილებლად დაუწერე ფორმაცი რომ იმ შობიარო საკითხს უკვე ჩვენ ამ დარტყმის ქვეშ უნდა გვაყენებენ იმიტომ რომ ეს არ არის სწორი არც ეთიკურად სწორი არ არის და არც აკადემიურად სწორი არ არის და ამას ვამტკიცებთ ეხლა მე ჩემი სადისერტაციო ნაშრომის ზუსტად ამ თემას ეძღვნება და კიდე 2 წელი დამრჩა ალბათ უმეტი რომ დავიწყო რომ ეხლა ვიწყებთ და რომ ამაზე ვიშრომოთ რომ გამოუშვა მე გაიდლაინი მინდა გავაკეთოთ ზუსტად აი ამ თემაზე რომ მე სამინისტროს მივცეთ დასამუშავებლად რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას საერთოდ საქართველოში და არ არსებობდეს დიაბეტიანი ხალბატონები რაც არის ძალიან დიდი პრობლემა თუ პაციენტს აქვს კი ბატონო ხავსულები თუ პაციენტს აქვს პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია ანუ უკვე გაზრდილი აქვს სიზარღვე თვალში და ის არის თუნდაც გინდა ლაზერით დამკურნალები გინდა არ არის დამკურნალები იმათ ძალიან მაღალი რისკი აქვს თვალში სხლი ჩაექცეს და ხედულობა დაკარგოს და ეს პაციენტები საერთოდ ანუ რეალურად უნდა მოხდეს მათ ინფორმირება მისი თუ საწყისი ორსულობა აი მაგალითად ეხლა დადგა ორსულობა და პაციენტი არ არის სამეცნიერო განათლება არ აქვს იმას და არის წინ დაუდგას ხო მისი გინეკოლოგი და ენდოკრინოლოგი თვალის ექიმი მესამე ხარისხოვანი უნდა იმან აუხსნას რომ თქვენ თუ ამ აპირებთ ნაყოფი შეინარჩუნოთ და ეს თქვა გააჩინოთ ხო იმ შობიაროთ ხო ძალიან მაღალი რისკი არსებობს იმის რომ დაბრმავდე იმიტომ რომ თქვენ თვალში ეს დიაბეტისგან თვალის დაზიანება ძალიან აგრესიულად იპროგრესირებს ეს დაწერილი კანონია ყველასთან ანუ უმეტესობა პაციენტებთან ორსულობის პერიოდში და არსებობს ეს უკვე დიაბეტი ქონდა და კიდე არსებობს გესტაციური ორსულობა რომელიც გესტაციური დიაბეტი რომელიც არის ორსულჩნდება ანუ მანამდე არ ჭირდა საერთოდ და აი ახლა რომ დაორსულდა იმას დაემართა გესტაციური დიაბეტი ნაკლებად აგრესიულია ანუ არ არის ეგეთი აგრესიული როგორც აი მაგალითად პაციენტი რომელსაც ჰქონდა ტიპი 1 დიაბეტი თქვათ და იყო ინსულინის მომხმარებელი და უკვე აი ამ ისევ და ისევ ჰორმონალური ხო ხტები ქალის ორგანიზმში რა ხდება ჰორმონალური ბალანსი ძალიან დიდი ჰორმონალური ცვლები აი ეს ჰორმონალური ცვლები რომ მიდის მისი გლიკემია მისი შაქრის დონე სისხლში გიждდება და სხვა დონეს ხდება და ვეღარ იჭერს უკვე ის ინსულინიც არ ყოფნის რაღაც პრეპარატების მიღება არ შეიძლება იმიტომ რომ ისინი პლაცენტულ ბარიერს გადიან და ესე თქვა ბავშვი შეიძლება ნაყოფი შეიძლება დაზიანდეს და ამ შემდეგ და ამათ რისკი აქვს ამიტომ ხანდახან ჩვენ გვიწევს ხოლმე იმის თქმა რომ იცით რა ჩვენ ვალდებული ვართ რომ აგიხსნათ რომ თქვენ თუ თქვა დროულად ძალიან რთული სათქმელია ეს ადამიანს რო უთხრა მაგრამ ჩვენი მედიცინა ეს არის ხო ჩვენ ექიმები ვართ და ვალდებული ვართ ადამიანს ისიც უთხრათ და ესაც უთხრათ ხო ანუ ვეუბნებით რომ ან დროულად უნდა შეწყდეს ან თუ აგრძელებთ ესე ვთქვათ ანუ ძალიან დიდი რისკი არსებობს რომ დაბრმავდეს საერთოდ და ხედულობა დაკარგო კონტროლირებადიც რო იყოს მოწესრიგებული იყოს იდეალური პაციენტი რო იყოს მაინც აქვს დიდი რისკი რომ ეს დაემართოს ამიტომ ეს არის ეს უნდა იცოდნენ პაციენტები ვინც არიან დიაბეტიანი პაციენტები რომ მათ ამის რისკი აქვთ რომ ყველას კი არ დაემართება მაგრამ დიდ რაოდენობას აქვს რისკი იმისი, რომ ესე ვთქვათ, თუ შაქრის კონტროლი ვერ მოხდა და თან მით უმეტეს აი ეს ყველაფერი აირია, აქვთ იმის რისკი, რომ ხედულობა დაკარგონ, ან ხედულობა გაუარესდეს და გახდნენ საოპერაციო მინიმუმ. ყველაზე ცოტა, იმიტომ რომ აი ეს პრეპარატები, რომელიც ჩვენ გშველის ყველაზე მეტად თვალში ნემსებს რო ვაკეთებთ და რომ იმაშო მაგას ორსულებს ვერ უკეთებთ, იმიტომ რომ რისკი არსებობს იმის, რომ ის გაივლის პლაცენტას და ესე ვთქვათ, პლაცენტის ბარიერს და ბავშვში აჩერებს იმ წესის ძაღლების წარმოქმნას, ანუ ვასკულოგენეზს. კი. შაკო, რადგან ეხლა ახალი წელი მოდის უკვე ახლოს არის, მოდი ახალ წელთან დაკავშირებული აი ტრამვებზე ვთქვათ 1-2 სიტყვით თუ არის ხოლმე ამ პერიოდში მომართვიანობა ვთქვათ თვალის დაზიანებების და აი თუ ურჩევ ვთქვათ სანამ ექიმთან მივლენ პირველადი დაზიანება რაც არის, რაც ჩანს, თქვათ, რაც არ ჩანს, ფიზიკური ტრავმა იქნება, რაღაცა თვალში შეიძლება ცეცხლი ის მოხვდეს, ან აი პირველადი რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში. აი რაც პირველი რაც მახსენდება არის, ანუ ინდოეთში არის ესეთი დღესასწაული დივალი ქვია. ხო. როგორც ახალი წელი ჩვენთან დაახლოებით ესეთია და იქ არის ეს firecrackers როგორ ქართო აი რასაც ისვრით რა ეს ხო მეც ვერ გავიხსენე ეგ თვითონ ქართოდ არ მაშხალა ხო რასაც ისვრიან და ორი რამე ხდება ერთი არის რომ ეს ადამიანები ერთმანეთს დამიზნებით ესვრიან და პირდაპირ მოარტყავენ თვალში და მეორე კიდე უბედურება არის ხარისხის გამო ესო დაბალი ხარისხის არის ეს ხელში ეფექტდება და მოყავთ პაციენტი პირველი ნიშანი რა არის ხომ კიდურზე ესენი აკლიათ, ფალანგები აკლიათ, ანუ თითები უკვე მოჭრილი აქვთ, ანუ ასე ვთქვათ, სხვა ქირურგის მიერ აი ამ დამწრობის გამო და ეს რა უფეთქდა თან პლუს ამან დააზიანა
თუთო დააზიანა მისი რქოვანა რაღაცა დააზიანა ასევე ძირითადად ზედაპირს აზიანებს, მაგრამ ძლიერი აფეთქების დროს ბადურის ჩამოცვლები ხდება. აი მე მაგალითად პირადად მე საქართველოში ერთი ახალგაზრდა კაცი ალბათ თუ გიყურებს გაახსენდება, ჩემი ოპერაციებია, აი საინტერესო ისტორია რომ მოგიყვეთ. ძალიან კარგი ბიჭი, ძალიან კარგი ისეთი ოჯახის მოსიყვარულე კაცი, ბავშვების ხათრით ბავშვებმა უთხრეს რომ მამა იყიდე ისინი შაშხანები თუ რაც ქვია სახელი და მოდი ვისწავლოთ. მაშხალები ისეთ ძალიან კაი ადამიანი, ძალიან კაი პროფესიის წესიერი ადამიანი და იდგა თავის აივანზე, მოვიდა 12 საათი დაიჭირა ეს ბავშვებთან და ბავშვებიც იყვნენ, ერთი გაისროლა, ორი გაისროლა და მესამე გაისროლა და აფეთქდა. და რო აფეთქდა, აი ეს ხელი ხო საშლად დაუზიანდა და აი ეს თლიანად, აი ზედაპირი ეს თუ დაეწვა, ეს ისე იქნა დასიებული და რა მოხდა? აი ამ დარტყმისგან თვალში გაჩნდა ნახევი და ბადურა ჩამოიცალა. და თვალი აივსო სისხლით. ჩემთან რომ მოიყვანეს, აი ეს სხვა კლინიკაში ქონა დამუშავებული მარტო ტრამვა, ეს ზედაპირული რაც არის გარედან გაკერეს კუთუ თუ რაღაცა უთხრეს რომ ამ თვალს ჩვენ ხელს ვერ მოვკიდებთ, თქვენ ალბათ სავარაუდოდ სიბმოვეგელით. ჩემთან მოიყვანეს, მე თვალით ვერ დავთვალიერებდი რომ ნახეთ, ანუ არაფერი არ ჩანდა, ამიტომ ეხოსკოპიით ნახეთ რომ ეხოსკოპიით შევხედე რომ თვალში ძალიან ბევრი სისხლი იყო ჩაქცეული და ბადურა იყო ჩამოცლილი და ამ ბიჭს რა უნდა გვეთქვა, რაღაცა დავპირებოდით, ხო იყო 41 წლის ბიჭი, ხო მე თვითონ ვარ 40 წლის. არ ვარ მოვიტყვე 38-ის. ხო და უთხარით რომ ვერ დაგპირდები ვერაფერს, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ახალი ეხლა მოხდა და ესე ვთქვათ, არის შანსი იმისი რომ გადავარჩინოთ, რო არ გავაკეთოთ, დაბნავდები ნამდვილად. რო გავაკეთოთ, შანსი არსებობს რომ არ დაბნავდე და გავუკეთეთ კომბინირებული ოპერაცია, ეს ბროლი გამოვცვალეთ, კატარაქტის ოპერაციას რო ეძახით, ანუ ბროლი მოვაშორდეთ, ჩავსვით ხელოვნური ბროლი, გავწმინდეთ ეს სისხლი, რაც უკან იყო ჩაქცეული, დაგვხვდა ბადურა ჩამოცლილი, მაგრამ იმის და კეთილსაიმედოდ იყო ისეთი ჩამოცლა, რომ ცენტრამდე არ იყო მოსული, ანუ ზევით ბადურა ჩამოცლილი იყო და ცენტრი მიფენილი იყო, ეს ამ ძალიან მნიშვნელობა აქვს. თუ ცენტრი მიფენილია, ჩვენ თუ სწორად გააკეთებ ოპერაციას და ცენტრი არ ჩამოგეცალა, ცენტრი ასაც ხედავდა ისევ იმას დაინახავს. მოკლედ მოვაშორეთ საშტელი მდგომარეობა იყო რაღაც ერთი დიდი ნახევი ზევით მახსოვს, ერთი დიდი ნახევი ქვევით რაღაც და მოკლედ ავიღეთ შევიყვანეთ ამ თვალში სილიკონის ზეთ, იმიტომ რომ გაზზე იმის დატოვებას ძალიან დიდი რისკი ქონდა, ისევ ჩამოცლოდა. ზუსტად 3 თვეში თუ 4 თვეში ისე კარგად წავიდა ყველაფერი, რომ ეს სილიკონი ამოვიღე და დღესაც ხედავს 60-70%-ს იმ თვალით. და ხაც თავის რაღაც ორკესტრში აქ რაღაც იმაზე უკრავს ჩასაბერ მახსოვს, იმიტომ რომ მეკითხებოდა რომ ის თუ შეიძლება. ხო. წნევით ჩაბერო ამ იმაში ჩასაბერში და დღესაც აი მე იმაზე მე სოციალურ ქსელში მეგობრები ვარ და რამდენჯერაც მისურვებს ნახავ მის ოჯახთან ერთად ყოველთვის მიხარია რომ როცა იცი რამდენი ადამიანიც გეგულება ვისაც რაღაცა დაეხმარა რაც გაკეთე ჩვენთვის არის ყველაზე დიდი სტიმული ეს არანაირი ფული ვერაფერი ვერ შექმნის იმ გრძნობას რომელიც ქირურგშია მე ესე მჯერა რომ არა მარტო ქირურგში, ექიმში ზოგადად, ექიმში უნდა იკვებებოდეს ემოციებით, ექიმი არ უნდა იკვებებოდეს მის საზრდო არ უნდა იყოს მარტო ფული, უნდა იყოს ემოცია. თუ შენში ემოცია არ არის, შენ თუ იმას ვერ გძნობ, შენ თუ ის არ გამოძრავებს, რომ ამ ადამიანებს მე დავეხმარო უშუალოდ, იმიტომ იმის იმედი შენ ხარ, ხო? ანუ არის ღმერთი, ვიც იმედიც აქვს და დედამიწაზე არიან ექიმები, ვის იმედიც აქვს. შენთან ადამიანი რომ მოდის, შენ დობით არის, ხო? განსწავლული რომ უნდა რომ შემოშალო კონკრეტულად შენთან მოდის ხო შენ იმ მომენტში უნდა ყველაფერი ის კი არ უნდა იყო რომ მე შენ გიგეტყვი რაღაცას და მოდი შემდეგ შემოვიდეს ანუ ის ერთი ადამიანი შენთვის უნდა იყოს ესე ვთქვათ შენ იმისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო რომ მას დაეხმარო მაშინ იქნები ანუ ის ადამიანი ვისაც ექიმი ქვია და ხალხ მის ეცვას კი ეგრეა ნამდვილად ძალიან საინტერესო кейსი იყო მაინც მინდა რომ 1-2 სიტყვით მივცეთ ზოგადი რჩევები ვინც გვიყურებს თუ არ არის ბადურის დაზიანება ვთქვათ ან რომც იყოს ვერ ვხედავთ ფიზიკური ტრამვა რაღაც სანამ მივალთ ექიმთან რა შეიძლება გავაკეთოთ თუ რამე ეგეთი რჩევა არ არსებობს მაგალითად როცა არის სიტყვაზე ვიძახი ქიმიური რაღაც მომენტები ანუ ეს არის არა მარტივი დავიწყოთ აი სახლის პირობებში რო ხდება ხოლმე მე ხო არ ვარ მარტო ბადურის სპეციალისტი მე ცეთივე ოფთალმოლოგი ვარ როგორც ხვები არიან ანუ არის მაგალითად ჭუჭლის სარეცხის საშუალებები რაღაცები არის მაგალითად იგივე ბავშვმა შეიძლება აიღოს და იმან არის და შეისხოს მე თვითონ ორი პატარა მცირეწლოვანი ბავშვი და ხანას კიდემ ხელს ხანას კიდემ სულ დაუძდევთ რომ აბა რაღაცას არ მოკიდოს ეს აქ არ დადო ის მაგრამ პირველ რიგში ეს საშიში რაც არის თუ ბავშვები ყავთ უნდა დამალოთ მოვაშოროთ ხო ისეთ სიმაღლეზე უნდა იდეს რომ ბავშვები არ უწევდნენ ეს ერთი თუ ბავშვებზე არ ამიტკადა ხა მაგალითად შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანი რაღაცას წმინდავდეს და შეესხას ამაში არის ხოლმე ან მჟავა ან ტუტენი უთიერებები რა გამომდინარე იქიდან რომელია კიდე განსხვავებულად უფრო ერთი უფრო აგრესიულია ვიდრე მეორე მაგრამ ორივე შემთხვევაში ხო მაგალითად ანუ
პირველ სახში რაცა თქვენი დაწესება გააკეთო, რომ გამოირეცხო. ანუ ცხელით არის, წყლით, საშუალო ტემპერატურის წყლით გამოირეცხო, გამოიბანო, ესე ვთქვათ, სანამ, მაგრამ აუცილებლად ეს გამობანო გამოირეცხა, ამასობაში წახვიდე ისეთ კლინიკაში, სადაც თუ დღის დრო არის, ვთქვათ, დღის საათებია. იღებენ თუ არა, სადაც გადაუდებელი პუნქტი არსებობს, მივხვიდე და გადაუდებელი პუნქტის ექიმმა აუცილებლად უნდა დაგითვალიეროს, თან როგორ უნდა დაგითვალიეროს, ის კი არა მარტო შეხედოს. უნდა შეღებოს სპეციალური ფლუორესცენის ესეთი ჯოხები არსებობს, შეღებაო და უნდა ნახო სპეციალურ ფილტრზე, რომ ნახო რომ ქოვანა როგორ იღებება, არის დადებითი შეღებო, არის უარყოფითი შეღებო, ანუ არის დაზიანება, როგორი დეფექტია, რამ სიღრმე დეფექტია, მარტო ეპითელიუმს მოიცავს თუ თქვა უფრო სიღრმეს მოიცავს, სტრომამდეა, ბოუმანის მემბრანა რა არის, ამის პორფირაცია არის თუ არ არის, ანუ ბევრი დეტალებია. იმის დამიხედვით ხდება მე უკვე კლინიკაშიც გადაწყვეტილების მიღება, ამას თქვა წვეთს დაუნიშნავთ, ამნიონის მემბრანას გადავაფარებ თუ თქვა სიტყვაზე ვიძახ ქონის გადასანაკად გავუშვებ. ანუ ზედაპირის დაავადებებია ძირითადად თქვენ რაც მეკითხებით, ანუ ესენი და თუ მეორე ნაწილიც არის წერა თქვით იგივე ბავშვმა ან თვითონ მოირტყა ხელი, ან თქვა ჩვენ ჩაგვარტყა ხელი, ან ჩვენ რაღაცა ვიჭხუბეთ სადღაც მუშტი მოხვდა რაღაცა, ყოველთვის თვალს რაც ეხება, აუცილებლად მივდივართ თვალის ეკებთან. ნახე, თვალის გაწითლება შეიძლება ძალიან უწყინარი იყოს. აი მაგალითად ძალიან ხშირად მოდიან პაციენტები თვალში გარედან აი თვალი წითელი სიჭაქცევა აქვს. და ბანალურად აი გასინჯავ, ჩაიხედები აბსოლუტურად ყველაფერი იდეალურად არის, ანუ ქონა კარგია, ბროლი კარგია, ბადურა კარგია, ნერვი კარგია, 100% ხედავს. მაგრამ თვალი გაწითლებული, ხო? ეს ნიშნავს რას, რომ ეს პაციენტი ან არის ანტიკოაგულანტებზე, ანუ სისხლის გამათხელებლებს თავს და უბრალოდ მისი კაპილარი რაღაცა ეგ შიგნით ხო ძალიან ბევრი სისხლძარღვებია გარედან აი თვითონ ლორწოვანში. წნევა, არტერიული ჰიპერტენზია, წნევა მაუწია, იგივე აიღო ზედმეტად გაიჭინთა, ზედმეტად დაიხარა. რა პრობლემაა მერე? ანუ გაუწითლდა თვალი, სისხლშაქცევა იყო და გავიდა. არაფერი პრობლემა არ არის. ეგ თავისით გაივლის, მაგრამ ჩვენ პაციენტს უყვარს წამალი. ამიტომ რომ ეს პაციენტი აუცილებლად არსებობს ჩვენთან წვეთები ისეთი, ვიღაცა მაგალითად არ დაუნიშნავს ეტყვის, რომ იცი რა ბაბუ ეს ადრეში თავისით გაგივლის და ეს ბაბუ ისეთი კაცია რომ გაიგო ეს ყველაფერი სწორად და წავიდა და მართლა ადრეში გავარ, მაგრამ არის მეორე ბაბუ, რომელსაც შენ რო უთხარი ადრეში გაგივლის, წავიდა შენგან შაკოსთან და ჩემთან რომ მოვიდა მითხრა რომ აი იცი რა წამალი არ დამინიშნა. და არსებობს ისეთი პრეპარატები, რომელიც არის სპეციალურად ეხმარება აი ამ გაწოვას, ხო? ანუ ესეთი არის ეგეთ პრეპარატები და იმ პრეპარატს დაუნიშნავ და შეიძლება თუ გჯერ ამ პრეპარატის ის პრეპარატი დაეხმარება ოღონდ ეს ალაპარაკი გარედან გაწითლებაზე. როცა დარწმუნებული ხარ, რომ კაპილარისგან არის, თორე თვალის სიწითლეს იწოს ბაქტერიული კონიუნქტივიტი, ვირუსული კონიუნქტივიტი, ეპისკლერიტი, სკლერიტი, რა ვიცი, მილიონი დაავადება, რომელსაც სხვა წამლები ჭირდება. ანუ იმას ჭირდება ანტიბიოტიკი, ამას ჭირდება სტეროიდი, იმას ჭირდება არასტეროიდი, ანუ ძალიან სიღრმისეულად მეცოდე თვალის წითელი თვალის მართვა არის ცალკე მეცნიერება, ანუ წითელი თვალი არსებობს ვირუსის დროსაც ხშირად არის ხოლმე ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს იმას ბაქტერიული კონიუნქტივის დაწებებული თვალი აქვს, აი რო ეწებება თქვენ წითლად ფუფხიროა ვირუსს ცრემლი მოგდის, ანუ წითელი თვალი გაქვს, მაგრამ ცრემლი დაწება არ აქვს. იმას როცა ალერგია გაქვს გისივდება და რა გაქვს გეფხანება. ანუ იმას ყველა სიმპტომი, ყველას აქვს თავისი სიმპტომი. ანუ ყველა დაავადებას თვალში რაც ხდება. აქვე ვიკითხოთ, მოდი, ალერგია ეს ბაქტერიული და ვირუსული თუ გადის თქვათ 3 დღეში თავისით, მივიდეთ ოფთალმოლოგთან თუ არ მივიდეთ? 3 დღე უნდა დავიცადოთ. ანუ რომ დაემართებათ პირდაპირ მიხვიდე. თუ იცი რომ ვირუსის ფონზე ან თუ იცი რომ ვირუსის ფონზე მიხვიდე. იმიტომ რომ ვირუსული კონიუნქტივიტი თუ დროულად მკურნალობა არ დაიწყე, მას შემდეგ ახასიათებს მემბრანების გაჩენა, რომელსაც ფსევდომემბრანები ქვია და ძალიან რთულდება თვალი და მე იმიტოა რომ 10 დღე და 20 დღე მკურნალობთ ხოლმე თვალებს უგვიან მოვიდა. დროულად რომ პაციენტები თავისით აღარ მქონია. გასაგები, მაგრამ თქვენ შედიხართ იმ ურჩ პაციენტებში, ვინც ეგ არ მიდიან. როცა თვალი გვიწეთლდება, ნებისმიერი პრობლემა გვაქვს, ჯობია რომ მივიდეთ, იმიტომ რომ ექიმი ბევრად უფრო დეტალურად გვეტყვის. რა დაგვემართა და რა ჩავიწოთ მაგალითად და ორ გავაკეთოთ ვიდრე თქვა ChatGPT ან თვითმკურნალობა ან საერთოდ არ მისვლა. Google-ში დასერჩვა. ეს არის ძალიან ცუდი ჩვევა და ეხლა რაც აიგეთ მიყვებოდა ჩვენი კოლეგა, რომ ჩვენ რაზეც გავმივიღეთ გამარჯვება მსოფლიოში ექიმებო, რაზე გავიმარჯვეთო და მე ვთხარი არ ვიცი მეთქი ხელოვნურ ინტელექტზე როგორ გავიმარჯვეთო და როგორ მეთქი და არა აქვსო ხელოვნურ ინტელექტს აუგრძალეს დიაგნოზის დასმის ფუნქცია. ნახე რეკომენდაციას მოგცემს, რომ შენ ესეთი სიმპტომები გაქვს წადი შალვასთან, იმიტომ რომ შალვა არის ბადურის სპეციალისტი, მაგრამ არ გეტყვის რომ თქვა გაქვს ბადურის ჩამოცლა. არ გაქვს ეს, ან მეხუთი ადრე არ იყო ესე და გეუნებოდა ვარიანტებს, რომ შენ შეიძლება გქონდეს ჩამოცლა, შეიძლება ეს პაციენტები მოდიოდნენ დაპანიკებული, რომ აუ Google-ში ჩავწერე, იმას ChatGPT-ში ჩავწერე, იმას ჩავწერე, ამას ჩავწერე და მოკლედ დიაგნოზებით მოდიოდნენ და დღეს დიაგნოზს ვეღარ გეტყვის, ვეღარ Google-ი, ვეღარ ChatGPT, ანუ გეტყვის დაგაკვალიანებს, გეტყვის რომ შესაძლებელია
რაღაცა კონდეს, მაგრამ მე გირჩევ რომ შენ აუცილებლად მიხვიდე ამ დარგის სპეციალისტთან, ანუ ესე გეტყვის და ეს უკვე დიდი მიღწევა, იმიტომ რომ ხდებოდა არასწორი დიაგნოსტირება. ექიმები მაგის არსებობს, რომ ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი ექიმს ვერ შეცვლის. არა, მეც და ექიმი შეცვლის ხელოვნურ ინტელექტს. კი. მეც მაგეთგენ ვარ ზუსტად. ძალიან საინტერესო იყო, თან ძალიან ისე გადმოსცემდი, რომ მეც რაღაცა ჩემი თავი ბადურის სპეციალისტი წარმოვიდგინე რამდენიმე წამი და ძალიან ბევრ რაღაცაში გავერკვე და ჩვენი მაყურებლებისთვისაც საინტერესო იქნება წესით. მოდი ახალი წლის დავასრულოთ ჩვენი ვიდეო სერია. ჩვენს მაყურებლებს, ექიმებს ყველას მოკლედ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაფერ კარგს. მეც ასევე შევერთდები თქვენს მოგწონს ჩემი სახელით და ჩვენი კლინიკის ახალი მზერის სახელით მიულოცავ ყველას ახალ წელს. ჩვენ გვინდა რომ რაც შეიძლება პირიქით ნაკლები იყოს ის დაავადებული და ავადმყოფები არ არის ჩვენ მიზანი, ბევრი იყოს პირიქით არის მიზანი ნაკლები იყოს. გქონდეთ უსურვებთ რომ ყოველ წელს, ყოველ ახალ წელს კიდე და კიდე უფრო მეტი მხედველობა გქონდეთ, უფრო მაღალი ხარისხის, უფრო გაუმჯობესებული და რა ვიცი, ერთ-ერთი რაც შემიძლია ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საიმედოდ თქვა, რომ ოფთალმოლოგიას არ უჭირს, ესე ვთქვათ, ანუ ყველანაირი დანადგარები, ყველანაირი რესურსი არსებობს საქართველოში, რომ კი, თუნდაც სპეციალისტები არსებობს საქართველოში, რომ მივიდნენ და ესე ვთქვათ, გაიუმჯობესონ თავისი მხედველობა, ან თუნდაც აღიდგინონ დაკარგული მხედველობა. გილოცავთ ახალ წელს, ბრავალს და ეს არის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და მადლობა ასევე გილოცავთ მეგობრობისთვის. დამდეგს. ნახვამდის. მადლობა.